ჩვენ დავიწყოთ. არა, მე უნდა დავიწყო. თავისუფალი ის გვექნება, რა ქვია, ამბავი, თუ დაგცხა რაღაცა ის გამოვაღოთ. კაი, მე დავიწყებ მოკლედ. მადლობა რომ მოხვედით ამ შეხვედრაზე. როგორც იცით, ეს ტრადიციული შეხვედრების ციკლიდან არის, როცა რომელიღაც თანამედროვე ავტორს ვირჩევთ და მე ვარჩევთ, ანუ კითხულობთ და მე ვარჩევთ. გარჩევები არის ხოლმე საკმაოდ წარე და ტკბილიც გააჩნია რა გვაქვს სათქმელი, ხო? ის არ არის რომ რაღაცა ენა მოუჩლიქოთ ვიღაცას, ვცდილობთ რომ ვიყოთ ობიექტურები, სუბიექტური კრიტიკაც მიუღებელი, ნუ ეხა მოისმენ, მაგრამ ნუ ეხა იმის იქით თუ არარეალური არის, მოკლედ შეგვიძლია გავატაროთ რა. მარიკას არ აქვს ძალიან მძაფრი რეაქცია იმებზე, შენიშვნებზე, ამით გამოირჩევა ზოგიერთი იმ ავტორისგან, ვისაც არ შეუძლია უბრალოდ კრიტიკის მიღება. ეს არის წიგნი, რომელიც ფასკუნჯის გამომცემლობაში გამოიცა. ფაქტობრივად, ნუ თუ არ ჩავთვლით ჩემს წიგნს, რომელიც თამაშგარეთ არის, პირველი წიგნი არის, რომელიც გამომცემლებმა ესე მხატვრული ნაწარმოებები გამოსცა და იმედი მაქვს, რომ მე ეს ტრადიცია ასე ვთქვათ გაგრძელდება. მარიკას ქონდა ეს მე წრეზე ვინც ვილაპარაკებთ, ის აიღებს ხოლმე. რამდენიმე გამოცემლებასთან მოლაპარაკება ამ წიგნის გამოცემაზე. რამდენიმე თანხმობა რომ მიიღო, მე ბოლოს გადაწყდა რომ მაინც აქ უნდა გამოცემული იყო და ამისთვის მადლობა რომ აქაურობა არჩია, იმიტომ რომ ეხა დიდი გამოცემლობა როცა არის საქმეში ჩართული, იმას რომ ეჭიდაო, ცოტა რთული არის რა ეხა. ხო, ნუ დიდი გამოცემლობა როცა არის, ბევრი წიგნია და ბევრზე უწევთ ენერგიის გადანაწილება. კომერციული კუთხით რომ მივიდეთ, ჩვენ ხარ მე არ მაქვს ბევრი წიგნი, კი ბატონო. ამიტომ ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის, რომ ობიექტურად რაღაცნაირად წავეხმაროთ ამ წიგნს იმაში, პოპულარიზაციაში. სუსტი წერტილები უთხრათ ავტორს თვითონ გამოასწოროს, მაგრამ ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ კამპანიისთვის, რომელსაც მე ჯერ არაფერი არ გავკეთები, არც წარდგენა ყოფილა ამ წიგნის, არაფერი. ეს არის რაღაცა, ვთქვათ, მოსათელი ამბავი რა. წიგნის შესახებ უბრალოდ მოკლედ გეტყვით, რომ ესე იგი მარიკას წიგნია, ავტორი აგერ აქ არის, მარიკა მამალაძე, დიზაინი არის ბესო დანელიასი, რედაქტირება არის ბესო ხვედელიძის და კახა ჭაბაშვილი არის კორექტორი, მაგრამ ნუ რედაქტირების ნაწილშიც იმუშავა საკმაოდ კარგად კახამ ამ წიგნის დამუშავების დროს. მე წაკითხული მქონდა ეს წიგნი ფაქტობრივად ორჯერ, თავიდან მოკლე ვერსია, მერე ვრცელი ვერსია გამოცემამდე და ეხლა წავიკითხე მესამედ უკვე დაბეჭდილი. იმიტომ დაბეჭდილი ცოტა სხვანაირად იკითხება, მინდა გითხრათ, უფრო საინტერესო საკითხავი იყო. ხო, ნუ მეტი რა ამ წიგნის შესახებ ფორმალური რაღაცეები შეიძლება ვთქვათ, რომ ნათქვამია. გარეკანი მე მომწონს, კარგი არის. გარეკანის იდეა იყო თვითონ მარიკასი და მე უბრალოდ ბესომ მისცა ის ვიზუალი, რაც მისცა ამ წიგნს. ნახოთ ხო ჩართულია. კი, ჩართულია ნამდვილად. მარიკას შესახებ ავტორზე ზოგადად ორ სიტყვას ვიტყვი, როგორ გავიცანი ჩვენ ერთმანეთი. 2012 წელი იყო, ან 11 წელი იყო თუ 10. ან 10 ან 11. არა, 12 არ იქნებოდა. 12-ში იყო წყალდიდობა მომხდა. არა, ეგ 13-ში იყო. ეს იყო ხო, იმიტომ დიოგენე მაშინ მერე დაიკეტა, 12-ის მერე დაიკეტა და მაგიტო. ხო. არა, 13 მაისი იყო, მაგრამ 13 ივნისი. ეს სხვაზე ყოდი შენ, ეს სხვა წყალდიდობა. ხო, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს? ხო, ან 11-ია, ან თო, ნუ, ვთქვათ იყოს 12. რომელი აი ბასეინი რაღაც რო გადმოიყვანა ხოსტავი ხალხი. რომ ეგ არა, ივნისი არა ზოოპარკი და ვერესწრება, მანამდე იყო ეს წყალდიდობა. მე მუშაობდი დიოგენეში გამომცემლობაში, იქ რაღაც მოგზაურობა დავგეგმეთ, ესეთი კონცეფცია მქონდა, რომ ნახე საქართველოს მწერალთან ერთად. და ესე იგი მწერლები მიმყავდა მეგზურებად და
თან საქართველოს ნახულობდი და თან მოკლედ ამ მწერალთან კომუნიკაცია იყო. ეხლა ძალიან პოპულარულია ეს ამბავი, მაგრამ მაშინ მე ვაკეთებდი 2011 წელს ამ ამბავს და ყავდა მეგზურად დათო ტურაშვილი და აქედან გავიცანი მარიკა. მოკლედ მე დაემთხვა ისე რომ მე რაღაც დონეზე მონაწილეობა მივიღე მარიკას პირველი წიგნის შექმნის პროცესში, ეხლა მე კი არაფერი გამიკეთები არც რედაქტირება, არც დაწერა და არც რაღაც ზედმეტი რაღაცეები, მაგრამ რაღაცა კონსულტაციის და რაღაცეების დონეზე ვთქვათ, ჩვენი კომუნიკაცია აქედან დაიწყო და პირველი წიგნის გამოცემის შემდეგ უკვე ყოველი მომდევნო წიგნი რაღაცნაირად ჩემი გავლით გამოიცემოდა ხო გავლით რა გაგებით რომ ანუ რჩევა, წაკითხვა, რაღაცა კრიტიკა, ან რჩევის მიცემა, ან შექება, ან ასე შემდეგ. და ბოლო წიგნი ფაქტობრივად დაუკავშირდა უკვე ფასკუნჯის გამომცემლობასაც და მაქვს იმედი რომ შემდეგ წიგნებსაც როცა დაწერს იქნება ასე ვთქვათ ჩვენი გამომცემლობის ეგიდით გამოცემული. ეს ჩვენი კომუნიკაცია მე დავმეგობრდით, დავახლოვდით მარიკას ქმართან ძალიან ახლოს ვარ, მეგობრობთ ჩვენს ოჯახთან, შვილებთან და ასე შემდეგ. ხო, ამ წიგნში მოყოლილი ამბავი ნელ-ნელა გადავდივარ უკვე წიგნის ამბავზე, ამ წიგნში მოყოლილი ისტორიები. ფაქტობრივად მე ძალიან ბევრი რაღაცა ვიცი იმ კუთხითაც როგორიც არის მოყოლილი და სხვა კუთხითაც როგორიცაც არ არის მოყოლილი, რაღაცა მეორე კუთხიდანაც რაღაცა ისტორიები ვიცოდი. ამიტომ ჩემთვის ეს წიგნი ამ ნაწილში საინტერესო არ იყო. ანუ როგორც მკითხველი, როცა ვკითხულობდი, აი ეს რა არის და ასე შემდეგ, აი რა ამბებს მიყვება მწერალი, ამ კუთხით საინტერესო არ იყო. ჩემთვის საინტერესო იყო მარიკა როგორც მწერალი, როგორ ახერხებს რომ გადმოსცეს სათქმელი ისე რომ მე როგორც მკითხველი მოვახერხებ მოკლედ მის წაკითხვას, ისე რომ არ ჩაომეძინება და რაღაცა არ ვიტყვი რა სისულელია და ასე შემდეგ. ამ კუთხით იყო ჩემთვის საინტერესო. მე ჯერ მოვისმენ სიამოვნებით თქვენს აზრს, წიგნს შევეხოთ და მე უკვე ვიტყვით შევთქვათ ჩემს სათქმელებს წიგნის მე მხვდება ხოლმე წილად რაღაცა ნეგატიური რაღაცეების თქმა. ხო. ხოლმე კითხულობენ ჩემს წიგნს, თავებიება აქვს, რომ აი მეკითხები ამ პირველი წიგნია. ხო და რატომ მოხდა ეხა ესე ჩემი აზრით, რომ ეს კითხვა იბადება. ძირითადად, როდესაც ადამიანი იწყებს წერას, უფრო მეტად არის თავის თავზე კონცენტრირებული და თავისი ცხოვრებიდან, თავისი რეალობიდან რაღაცების ფიქციას აკეთებს და გადმოაქვს ხოლმე და ჩემი პირველი 4 წიგნი, რომლებიც აი რო წაიკითხა გურამა თავიდან თუნდაც ესკობარი მზესთან და სხვა წიგნები, ანუ ვერ მიკავშირებდნენ ხოლმე რა და რაღაცა მე გადავწყვიტე რომ თან ამერიკაში ვიყავი და რაღაც ბუკოვსკის ამბავში პირველ რიგში დამეწერა და ეს იყო ერთგვარი თვითონ რო კითხულობ წიგნს ალბათ განცდა გაქვს რომ ძალიან აი პირადი არის, ძალიან გეხება და ძალიან გახსნილი არის, თუმცა ეს უნებურად არ იყო. მე მაინტერესებდა რომ დამეწერა ესე. იმიტომ რომ აი გადავწყვიტე რომ რაღაც ეს ფორმა მომესინჯა. და ამიტომ ალბათ ხშირად არის ხოლმე კითხვა რომ აი პირველი წიგნია, ანუ მე შემდგომ წიგნებს რო წერ, უფრო დისტანცირდები ხოლმე რა ტექსტისგან. არა, მარტო მაგიტო არ არის, მაგ კითხვას თავის სხვა მიზეზიც აქვს, მე გეტყვი რა მიზეზიც აქვს, ანუ ეგ არ არის მიზეზი, მაქვს მე ჩემი მიკროფონი. მაგ კითხვას აქვს სხვა მიზეზი, ძალიან მარტივი მიზეზი აქვს, რომ შენ როგორც ავტორი არ სტარჩანხარ რა, არავინ არ იცის. ეხლა შენ გონია რომ რაღაც წიგნი გამოიცი, ყველა მიცის და არა. ან შეიძლება როგორც ბიგინერი ისე წერ. არა, უბრალოდ არავინ არ იცის რა, ეხლა რა ვიცი, მე ვისაც არ უთხარი, არავინ არ გიცნობს როგორც მწერალს. ანუ ეგ არის ნაკლოვარი, ხო? იმიტომ რომ ყველა თავის რაღაც დონეზე ხვდები აქ პრეზენტაციები, შეხვედრები, რაღაცეები და თვით პრეზენტაციას ვიღაცა რაღაცნაირად აკეთებს. ხო, ან ნაცნობი არ ახარ. ხო, ამიტომ გონია რომ ყველას რომ პირველი წიგნი არის, ანუ მიზეზი ხო ეს არის. ხო. კი. არა, იცი რა, მიუხედავად იმისა, რომ 9 წელი, ხო. რაღაცა თქვათ ქსელში სიუცეს ხო თორე როგორ არის ადამიანი როცა დებიუტანტი არის და მე მეორე წიგნს გამოცემ მესამეს თავის ბაბლში მაინც ხმაურობს და შენ ახლა რავი რაღაც სხვა თემებზე ანუ მაგაზე აქცენტს არასდროს რო არ აკეთებდი თავისით ესე ადამიანი არის ვერ გაიგებს რომ წერალი ხარ და თქვათ
ხო, ნუ ეგ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია მწერალი. არა, რა მნიშვნელობა აქვს ხმამაღალი ნათქვამია, ხვადაბალი ნათქვამი არის, მაშინ ხო, მეხუთე წიგნი უკვე ესეთ თემა, მაშინ გაანებეთ ხო, თავი. რაოდენობაში ხო ცოტა არ არის ალბათ, რა ვიცი. ხო, თუმცა რაოდენობა ხარისხს ხის გარანტი ყოველთვის არ არის რა. შეიძლება დაწერო 10. კი ბატონო, თბილღვინო მაგალითად ბევრს ასხავს ღვინოს, მაგრამ საერთოდ არ დაილევა და. კაი რა, რაღაცები აქვს კაი. გაბუჭდა. მე არ ავსოხო. კარგით, ეხლა მე არ ვილაპარაკებ, არ ვიცი როგორია ჩვენი ფორმატი. ჩვენი ფორმატი არის ხოლმე ესეთი, მოკლედ ვიწყებთ გარეკანით. ოკეი, წაკითხული. რატო აქვს? ვიცი რომ ახლა არ კითხავ წაკითხული. მე ძალიან ცხვენია აქვე. აუი, და ეხლა რაღაც სპოილერის ამბავში არ გამოვიდეს. არა, მე არ ამგონია, ვერ დავასპოილერ. ხო. მოკლედ ციგნი ჩანჩაში მაქვს და მაგ არც კი მაქსიმუმ და ალბათ მინიმუმ 2 დღეში წაგაკითხი მექნება. პირველი რაც მინდა გითხრათ, მაგ ძალიან დიდი ბოდიში გადმოგცეთ სამწერლოს და მოგითხრათ თქვენს ბატონავი. ვერ მოახერხებთ კარტული მიზეზების გამოსვლა. მეც რაღაც სამსახურებრივი სრული საგიჟეთის და მე მადლობა რომ მოხვედით. ციგნისკენ არც გამიხედავს ხოლმე არც ვაპირებთ იმოსვლას და ბატონო პრომორი დაწერა მე რა ვიცი არამის მოდითო მოკლედ გავყვეთ და ამიტომ არა მე ძალიან მადლობელი ვარ პირიქით იმიტომ რომ დღეს გამონახოთ დრო გარღვიოს სივრცე რასაც ქვია საცობები მე მოხვიდე ამ ძალის რამდენიმე ადამიანს აქვს წაკითხული წინაზე უნდა მოსულიყვნენ და რომ გადავდეთ ეხა ვეღარ მოვიდნენ მაგრამ ნუ არაუშავს ხდება ხოლმე ესე იცი თვითონ წიგნიც არ არის რა როგორ მე რას ხსნი ხა პრინციპში სტანდარტულად ეს როგორც უყვარს ხოლმე ძირითადად კითხველს რომ გმირზე იყოს და თავის განვითარება გქონდეს და ესეთი სტანდარტული წიგნი არ არის რა და კითხველს ანუ ისეთი წიგნია რა აი მაგაზე ვილაპარაკებთ დელიკატურად ვისაც უყვარს ეს სტილი იმას შეიძლება ოკეი რაღაცა ეს მე საერთოდ ფაზა არ მაქვს წავაკითხული აი მართლა საერთოდ არც კეთის არ აქვს საკითხი არც გადამიშლია თქვენი წიგნი უბრალოდ თვითონ სათაურმა ძალიან ბილეთმა ხაზზე ასოცირდება წაღან დაცვის საუბრებოდი რაღაცნაირად ასოცირდება თითქოს აი ბილეთს ან ყიდულობა ან გაძლევენ ან ჩუქნიან და მე ან გამედაობა არ ყოფნის რომ თქვა რაღაცა გეშინია რომ აი კონტინენტზე ამდენი ხანი ვერ ვიფრენ ან პირობითად გაგასწრებს რომ არ რეისი გადაიდება ან სადღაც წარსულში მოგზაურობა ან რაღაცა ეგეთ რაღაცასთან ასოცირდება თავგადასავალი სიმბოლურია ჩემთვის ხო რა და ამდენად ერთ სულმოქს რომ ჩავჭი ყდა მოგწონთ თუ აი გულსფელს მაგისტრის არ დამიხედავს ეს აი მომაწოდა და პირდაპირ ჩანთაში აი ახლა რო უყურებთ რამე ასოციაციას იწვევს აი აუცილებლად ჩავხედავ ეხლა კაი მაგითი ვიწყებთ ხო მოკლედ მე მიმყავს შენ ახლა ინიციატივას ძალიან გთხოვ ნუ აიღებ შენ ხელში იმიტომ რომ საზოგადოებაში არჩამა რობა მე არა ხომ არა ეხლა ამ შემთხვევაში მაგ სადავებს კი ანუ ეხლა თემა არის ხომ ესეთი რომ ვიწყებთ გარეკანით ანუ რატომ აქვს ის რაც ეს მოკლედ მარიკას გადაწყვეტა იყო ესეთი რაღაც ავიატორის იმას უფრო გავს რა ქვია თითქოს ერთი შეხედვით პლაკატს ფილმი რო არის ავიატორი მაგრამ ნუ შინაარსი კონტექსტი ცოტა სხვანაირია თუმცა მე მომწონს გარეკანი როგორც არის ისეთ დიზაინის თვალსაზრისით საინტერესოა რომ თქვენთვის სათაური და თვითონ გარეკანი საით მიყავხართ და რა ასოციაციები გაგიჩნდათ და ბარემ დავიწყოთ რა ვიცი აი კახ სალამი ყველას თან საკუთარი თავის წარმოადგინოთ დავით ფირცხალავა რეჟისორი სცენარისტი პროფესორი ყდას რომ დავხედე პირველი რაც ასოციაცია გამიჩნდა ეგზუპერი იყო ოღონდ თვითონ ხო ის იყო რომ ფრინავი იყო და თვითონ აი იმით რა ქვია სტილისტიკით არის რაღაც ზღაპრული რა ნახატი ხო და რაღაც ეგრევე ის ეგ კაცი გაჩნდა მოკლედ ჰორიზონტზე და სათაური თვითონ ხო აი რაღაცა ისეთი არის რა როგორ გითხრათ კონკრეტულის არ არის და თან გამომდინარე იქიდან რომ თვითონ ავიხატია ნუ რა ბილეთზე არის საუბარი ეს ხვდები დაახლოებით და მინაწერიც კერედო ხო ეპიგრაფი ხო რაღაცა ისეთი ეგეც რაღაცა ისეთი იყო რა საინტერესო თითქოს რაღაცა მიმართულებას იძლევა აი რა რეალში იქნება ამ წიგნში საუბარი
არ ვიცი გავაგზავნო თვითონ. ხო, ну, ბარემ შეგიძლია. კაი. ჩემთვის რა მინდა რომ ვთქვა, რომ მეც რაღაცა დაახლოებით ალბათ მსგავსი წიგნი, მსგავსი გამოცდილება მაქვს, რომ საკუთარი ისტორია უბრალოდ დავამონტაჟე და ყველა სახელი შევცვალე, ჩემი არ შემიცვლია. და აქ მარიკა რო წავიკითხო, ვა, მეთქე თავის თავზე წერს ეს კალი, კაია. ოღონდ თან აი ზუსტად მივხვდი და ეგ მესიამონა, იმიტომ რომ ჩემი ისტორია რო დავწერე, მე ის არ იყო რომ აი ნახე შემოხედე რა მაგარი. უბრალოდ მივხვდი რომ შეიძლება აქ რაღაცა ისეთი საინტერესოა მართლა მომხდარი, რომ სხვისთვისაც საინტერესო შეიძლება იყოს. ეგ რაღაცა თანადგომასავით ვიგრძენი ეგ ამბავი. რა მას გამაკვირვა სასიამოვნოდ იყო რომ ეს ადამიანი, ავტორი, ანუ მთხრობელი რა კონტინგენტშიც ყვება ამბავს, იმენას იძენს რა, ანუ აი ვიღაცა იგროკებში თუ სიმონა აზარტული ტიპი ხდება, სადღაც იმას რა ქვია, გეი ქუჩაზე თუ არის რაღაც მაგენას იმას შვება, ანუ რა რომელ სამყაროშიც გადაყავ ხარ თქვათ ეს ფლეშბექით რა. რაღაცა აი ენას ძალიან ორგანულად ირგებს და ეგ იყო ჩემთვის რაღაც ალბათ სხვაგან არ მაქვს ეგრე წაკითხული რა, რომ აი ძალიან ეგრევე ცვლილება იყო, ოღონდ ძალიან ორგანული რა. რაღაცა ჩემთვის უსტატობის ის იყო რაღაცა მასტერკლასივით რა. პირველი ნახევრის აი ბოლოსკენ დაახლოებით აღარ მახსოვს ზუსტად 1/4 გვერდი იყო ალბათ, ცოტა მომწყინდა. ოღონდ მე რო ვიფიქრე რატომ მომწყინდა, იმიტომ რომ ტექსტი არ არის დიდი, თვითონ თავების ისა მოცულობაც არ არის დიდი. მე თითქოს მივხვდი რომ ეგეთი რამე არის, რომ აი მაგალითად სულ ფილმებს ვადარებ ხოლმე რა, რომ რაც არ უნდა წარსულში ყვებოდი ამბავს, რაღაცა სიუჟეტს აქვს თავისი აწყო, ხო? და აი აქ თითქოს აი ზუსტად მაგ ადგილას, სადაც ცოტა მომწყინდა, კითხვა იყო ის, რომ ის აწმყო, რომელშიც მიყვება, აი იქ რა აწყო დროში რაც ხდება, რა ქმედითი რაც არის, ის თითქოს დაკარგა ავტორმა და გადავიდა სულ აი ამ იქიდან ფლეშბექებზე რა. ხო. ну, მე ვამბობ, მან და მე ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა, რომ თქვათ, აი, ეგ წვეტა არ ყოფილიყო, რომ თან შემოbrunებულიყო ხოლმე აწყოში და თქვათ რაღაცა მერე გასულიყო. და ხო, რაღაცა, ну, მე ჩემთვის უფრო საინტერესო სულ იყო და არა ავტორის თქვათ რაღაცა შეფასებები აქედან აწყოდან რა, ჩემთვის უფრო საინტერესო იყო აი მომენტში, თუნდაც წარსულში 10 წლის წინ თუ როცა ხდება ეგ ამბავი, იქ რას განიცდის, რას ფიქრობს ეს გმირი. იგივე ავტორი ოღონდ 10 წლის წინ რა. და აი აქედან მე იქ არის ერთი თავი, მამა ღმერთი ესე ქვია, რომელიც მგონია, რომ ჩემთვის ყველაზე ნაკლებად საინტერესო თავი იყო. იმიტომ რომ თითქოს სტილისტურად იყო ამოვარდნილი, იმიტომ რომ იწყებს რაღაცეების მტკიცებას ავტორი და ჩემთვის აი სულ თანხმდრაში იყოს რაც წერია, მაინც არ არის საინტერესო რა, იმიტომ რომ თქვათ თუ აი ეს გმირი რაღაცა გზას გადის და აი იქ აკეთებს აღმოჩენებს, რომელიც ძალიან წრფელია, იმან რო თქვას რომ რაღაცა აი აბსოლუტურად ძალიან საწინააღმდეგო სიტყვაზე, ის არის ჩემთვის ძალიან ნაღდი რა. იმიტომ რომ აი გზაში ხდება დახარშვები რა და უკვე აი 10 წლის მერე რომ რაღაცა თქვათ როგორც პოსტულატები ისე იდება რაღაცა საკითხებზე, მით უმეტეს აი ესეთ ამბავში რა, სადაც რაღაცა ძალიან საინტერესო რამე ხდება, ქმედითი, ეგ თითქოს არ ვიცი, მე ძალიან მაინტერესებდა ამ ქალის და თავისი შვილის აი ეს რა ქვია კალიფორნიული და ლოს-ანჯელესური თავგადასავალი. ჩემთვის ძალიან ყველაზე საინტერესო ეგ იყო. და მაქედან უკან გასული, იმიტომ რომ აი ფილმშიც თუ დააკვირდებით ეგრე არის რა, ფილმში როცა აწყო დროდან ფლეშბექში გადადის ვიღაცა. ხო, კი მესმის, ხო, მე უბრალოდ ჩემ point of view-ს ვიზარ. ეს ნაწილი გაინტერესებდა. გააცადე მარიკა.
დაწადე მოყოლე კაცი. არა, რომ მივხვდე რა. კი, აი ნახეთ როგორ იცით რომ რაღაც გაუწყდება. არა. აწყო სიუჟეტი არის, რომლიდანაც შეიძლება რომ აქედან გააკეთო კომენტარი ამაზე, ან იქიდან კიდე უკან გადახვიდე, მაგრამ ღერძი ხერხემალი მაინც არის რაღაცა ერთი სიუჟეტი. და ის რომ დამეკარგა, მე წავიდა რომ იქიდან წარსულში წავიდა ავტორი და რაღაცა მიმოიხილა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ შენ არ გაინტერესებდა იმ მომენტში, გაინტერესებდა რომ სხვა, ანუ დრამატურგიულად მე რა მაინტერესებს ისიც რომ ქმედითი აწყო რაც არის, იმას თუ რამე ეხმარება, მაშინ შეიძლება ფლეშბექსი წასვლა და აქედან გადასახედიდანაც, მაგრამ აი ეს ხერხემალი რა ამბავს მიყვები, ჩემთვის იყო ეგ დედის და შვილის ძალიან საინტერესო ურთიერთობა, რომელიც რაღაცა მომენტებში მეკარგებოდა და ხო, მივხვდი, ანუ მამა ღმერთი შენთვის იყო, ანუ გარდამავალი თავი არ იყო მართ საჭირო. არ იყო საჭირო, იმიტომ რომ თითქოს აი როგორ ვთქვა რა, რაღაცა პოსტულატები იდებოდა, აი ისეთი ვთქვათ მოსაზრებები, რომელიც ლოზუნგები იყო. თითქოს აი რაღაცა, ну, შევთანხმდე ყველა გზაში ვართ, ხო, რაღაც გზაში რა და აი ეგ ნაწერი თითქოს ეგეთი ტონით შეიძლება ჩამესმა, რომ მე სახში ვარ, შენ გზაში ხარ რა და აი სახში რო ვარ, აქედან ყველაფერი ესე ჩანს. შეიძლება სადღაც ეგ საინტერესო იყოს, მაგრამ აი ამ ფორმის ესეთ რაღაცა ძალიან გულწრფელ, ძალიან ძლიერ, ძალიან აი როგორ გითხრა, ყველა სიტყვა ჯეროდა, იმიტომ რომ რაღაც და პერსონაჟის თვითონ გმირის ხასიათის მაგრა ჩანს რა, თვითონ თხრობაში, რომელ პასაჟზეც არ უნდა გადადიოდეს იქ მართლა კაზინოში არის თუ იმაზე აუზზე უნდა ჩასვლა თუ სიზმარწყობა უდაბნოში რომ მოყვება მთელი თავისი გენეალოგია თუ ასე შემდეგ რა. აი მე უბრალოდ როგორც ერთი რიგითი მკითხველი რომელსაც უყვარს ისტორიების მოსმენა და აი გმირი იქ რას განიცდის და რას ფიქრობს. კიდე რამე შენიშვნები თუ გაქვს ეგ უფრო მაინტერესებს. შენიშვნები არის შეიძლება როგორც მკითხველისთვის აი მაინტერესებს. მივხვდი რომ მამა ღმერთზე გაგიწყდა რაღაცა, კიდო და უფრო სხვანაირად. უბრალოდ რას გულისხმობ ის რომ მამა ღმერთი ეგ იმას არ ნიშნავს რომ რადგან თქვათ იქ რაღაცებში სიტყვაზე უთანხმოება არის. ანუ კიდე ანუ სულ რო ჩემი აზრები გელაპარაკა იქ არ მაინტერესებს ეგ რა. ანუ მე ამ გმირს მივყვები და იქ იმ მომენტში თუ რაღაცას ყვირის რომ აი ძალიან გამწარებული. და სარეკლამო ჭრაროა და რომ. სარეკლამო ჭრარო გეუბნება რომ ეხლა მომისმინეთ გამოდით ზუმაუთი და ჩვენ ეხლა აი რაღაცა დედამიწა ჩანს და ჩვენ მოგიყვებით ეხლა აქ როგორ მოხდა ეს ყველაფერი აქამდე როგორ მოვეც. რაღაცა ჩემთვის ეგეთი ამბავი იყო რა. დანარჩენი არის აი გზადაგზა კახა სიტყვის თავის სიტყვას და მეც გამახსენდება რაღაცები, იმიტომ რომ მაგარი ამბები იყო რა. წავა დიალოგიც, წავა კახა ჭაბაშვილი ქართული ენის და ლიტერატურის სპეციალისტი. ყდას რაც შეეხება, ხო, ორჯერ მაქვს წაკითხული, მეც გურამისი არ იყოს და მესამედ, ხო, უბრალოდ პირიქით, ორჯერ მაქვს წაკითხული და მესამედ სპეციალურად აღარ მაქვს წაკითხული და რატო არა მაქვს წაკითხული, მაგასაც მოგახსენებთ. ოდნავ მოგვიანებით. ყდას რაც შეეხება, სათაური მომწონს ძალიან ბილეთი. ბევრი რამის ბილეთი არსებობს, ხო? მე ეს კდა ნანახი არ მქონდა და გურამა რომ გადმომიგზავნო ფაილი და დავინახე ბილეთი, ეგრევე ასოციაციით წავედის, ალბათ 64-ის ბილეთია. ბილეთი შეიძლება ძალიან ბევრი რაღაც იყოს, ხო? თეატრის, კინოს, მატარებლის, თვითმფრინავის, ავტობუსის, ტრამვაის. რატო ვყვები ამას, რომ მაინც და მაინც თუ ეს ძალიან ლამაზი თვითმფრინავკა, ძალიან ლამაზი ანუ მე იმის თქმა მინდა რომ თვითმფრინავით უკვე გაშიფრულია რა რაზეა ლაპარაკი აქ რომ უყვართ ეს გამოთქმა ხო სპოილერია უკვე ნუ გასაგებია რომ ვიღაც მოგზაურობს სადღაც მაგრამ იქნება არ მოგზაურობს და უბრალოდ კინოში წავიდა ან თეატრში წავიდა ვეფხის ტყავსანი ნახოს ან ბილეთი უამრავი ბევრნაირია ბილეთი ხო მარტო სამგზავრო არ არის და ეს თვითმფრინავი თუ მაინც და მაინც აუცილებლობაა და თვითმფრინავი უნდა ყოფილიყო ну მე ყოველ შემთხვევაში მე სუბიექტური ვარ ისე როგორც ყველა თქვენგანი სხვა ადგილს მოუწებდი ამ თვითმფრინავს და დავტოვებდი მკითხველს პირობითად ვამბობ ვიდრე ბილეთს ავიღებ და იმის და მაშინაც
პატარა სტილისტურად დავტოვებდი, რომ არა, ეს ბილეთი არ არის, რაც შენ გეგონა, რომ მე უნდა გავფრინდე. მე მიუფრინავ სადმე, მაგრამ ნაწარმოებს ეს სათაური მაგიტო არ დავარქვი, რომ მე სადმე მიუფრინავ. მე კიდე, ანუ სულ მუდმივ მოლოდინში ვამყოფებდი მკითხველს, ნაბიჯ, რომ ეს ის ბილეთი არ არის. პირობითად ვამბობ, მე წავედი თეატრში, ბილეთი ვიყიდე. დავუშვათ იქ ლოს-ანჯელესში თუ იმაში ჰოლივუდში. იქაც ხო ბილეთი უნდა ვიყიდო. ანუ ამ ბილეთს იმდენ დაკვრთვას მივცემდი, რომ ეხლა მე არ ვიცი როგორ განმავითარებდი სიტუაციას, რომ ბოლოს ამოთხის ბილეთს ავიღებდი რა. ანუ აქ ეს თვითფრინავი რომ ლამაზი თვითფრინავი რომ მიხატია, აქ უკვე ჩავსვა ჩარჩოში რა, რომ ეს ბილეთი არის თვითფრინავის ბილეთი. გმირი შვენიურად მოგზაურობს გმირი ძალიან ლამაზად, კარგად, მაგრამ მე აქ უკვე ჩარჩო მაქვს, რომ ეს ბილეთი უკვე თვითფრინავის ბილეთია. მაგრამ აქ ამ შემთხვევაში კახა ის არის, რომ ეს ბილეთი არის უბრალოდ კატალიზატორი, რაც მოვლენებს განსაზღვროს, ხო შემთხვევით აიღო 2 კვირის თუ რამდენი ხნით. არა, ოკეი, მაგრამ მე ვსაუბრობ იქიდან, რომ ჯერ არ წამიკითხავ საერთოდ, შიგნით რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ წინასწარი განწყობა კიკი, არა, ოკეი. აი, მარტივად არის, ნახე. არა, სათაურზე ამ. ხო, სეგმენტი რა. მილიონი სათაურია წელს. ეხლა ამას რო უყურებ, გაახსენდა ეძუპერი, რო ნახოს მაღაზიაში, ცუდად არ განეწყობა, ხო, კაი ემოცია მოდის. აი, მანდ მივალ ეხლა ზუსტად. ანუ ბილეთის გადატანით მნიშვნელობა. მე რეიწყება პერიფრაზი, საწერია რა ბილეთია. მანდ მივედი, ერთი წამით, მესამეც რატო არ წავიკითხე. სპეციალურად არ წავიკითხე მესამეც, დრო კი მქონდა ძალიან ბევრი და ეს დრო, რომელიც უნდა მომენტომებინა მესამეც წაკითხვისთვის, ხო, ის დრო ზუსტად დაუთმე ფიქრს. ოღონდ ფიქრს არ აშინაასზე. ნახეთ, ისევ სულ ვამბობ, რომ სუბიექტური ვარ რა. 21 საუკუნეში 21 საუკუნეში, როცა უკვე ყველაფერი ნათქვამია, ყველაფერი დაწერილია, აღწერილია, განმარტებულია, ხელოვნური ინტელექტია ხო ბოლო და რასაც შეკვეთას და რასაც ვეტყვი იმას დამიწერს რა. მინდა მამაღმერთზე დამიწერს და ვეტყვი რომ აი დამიწერე მამაღმერთზე და გამიშანშალებს შეიძლება 200 გვერდიანი რაღაც იმენი დამიწეროს. ანუ ჩემთვის არანაირი ძალიან მცირე მნიშვნელობა აქვს. შეიძლება რაღაცა არაპოპულარულს ვამბობ, მაგრამ რა ვიყო ახლა მე ესე ვფიქრობ, გულწრფელი ვარ ზუსტად ისე როგორც ამ წიგნის ავტორი და რასაც პირველ რიგში ვაფასებ წიგნში. პირველ რიგში ვაფასებ და ჩემს თავს უწოდებ შედარებით მეტნაკლებად კარგ მკითხველს. ყნოს ვიჭხვდები ახლა მაშინვე რა, ყნოს ვიჭხვდები რომ ეს არის გულწრფელი ავტორი თუ არ არის. თუ არ არის გულწრფელი ავტორი, კარგავს ჩემთვის ის ტექსტი ღირებულებას, ყველანაირი სრულყოფის წყალსანი იყოს, ხო? ან კიდე გინდა, რა ვიცი, ილიადა იყოს. თუ არ არის გულწრფელი და ნახეთ, აქაც სუბიექტური ვარ. შეიძლება ჰომეროსი გულწრფელია, მაგრამ მე უცბად მომეჩვენა რომ არ არის გულწრფელი. რა ვქნა, ნუ რა ვიტყვი რომ არის ჰომეროსს, მაგრამ მიქარა რა, ბოდის ვიხდი. რაღაცა მიქარა აქ რა. ოღონდ მიქარა მე რო ვფიქრობ, მიქარა მეთქი ილიადას არანაირ ჩრდილს არ აყენებს, კაცო, ის ილიადა თუ ოდისეა არის თუ ვეფხისტყაოსანია თუ მერია თუ დაღამია, ის არის, ჩემთვის აღარ არის. ჩემთვის მორჩა იქ დაესვა წერტილი რა, რომ აი რაღაცა ვერა რა, ცდილობს, მაგრამ არ არის გულწრფელი. მირჩევნია იყოს გულწრფელი, აგერ დღეს გურამის მშვენიერ მოსწავლეებს უსმინე, აი უმაგრესი ბავშვები რა, რომ ყველა გულწრფელი, არავინ არაფერს არ იგონებს. კი, ნუ გურამა შენიშნომიცა ზარმაცი, მაგრამ ეგ სიზარმაცეც გულწრფელი სიზარმაცე იყო რა. რომ ბავშვია რა, არაფერს არ იგონებს, რასაც ფიქრობს იმას გეუბნება. და ახლა რა დაიწყოს რაღაცა შეტყვსა, არა, უკვე ის აღარ არის, უკვე ის ხო და მე უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებდი თხრობის სტილზე და არა იმაზე მამაღმერთი იქნება თუ სხვა რამე. სტილზე, ანუ მესამე რატო არ წავიკითხე? არ წავიკითხე, იმიტომ რომ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ რა ემოცია დამიტოვა, რა ემოცია დამრჩა. მოდი აბა გაიხსენე. ნუ კაი, პირველად რომ წავიკითხე, ის შეცდომებს ვეძებდი და იქ ზოგან მძიმეა იყო გამორჩენილი, ზოგან სიტყვაში პატარა შეცდომა იყო, ბავშვი არ იყო ბევრი შეცდომა. რა ემოცია დამიტოვა?
მეორედ რო უკვე მეორედ წავიკითხო უკვე როგორც მკითხველმა და არა როგორც პირობითად კორექტორმა ან რაღაც ჩასაფრებულმა ტიპმა. დავიწყე, ანუ ჩემთვის თავარია და თქვენ ახსენეთ ემოცია. 21 საუკუნეს ვიტყვი, 21 საუკუნეში როცა უკვე გამეორდები რა, როცა უკვე ყველაფერი გადაღებულია უკვე. ყველაფერი დაწერილია უკვე, ყველაფერი ნათქვამია, ყველაფერი გაანალიზებულია, ყველაფერი შეფასებულია. ჩემთვის რჩება ერთადერთი ემოცია. რა ემოციას მაძლევს ეს წიგნი? გამოცდილებას, ნუ რა ის გამოცდილება პირობითად ვიტყვი რა, 2 თვის მერე აღარ მახსოვს ამ წიგნში რა ეწერა. საერთოდ აღარ მახსოვს, მაგრამ ემოცია მახსოვს. ემოცია კარგად მახსოვს, რომ დამბურწყლა. შეიძლება ისიც კი არ მახსოვდეს, რაზე დამბურწყლა, მაგრამ რო დამბურწყლა მახსოვს. რო გამაშოლა, რო რაღაცა, ნუ ახლა მამაკაცები ვართ ახლა იქ თვალში ცრემლი, არა. რო გამეცინა მახსოვს. მაგრამ რაზე გამეცინა ნახდათ არ მახსოვს რა. ეხლა რო დავსყიდეთ ხო, თუ 2 კვირის წინ არა გვაქვს რამე წაკითხული, რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოები. დავიღე 1 თვის წინ თუ გვაქვს წაკითხული და რო ვთქვათ, რომ მოდი ამ პერსონაჟებს ჩამოვთვალოთ. 20%-ზე მეც ვერ ჩამოვთვლით. 20-საც ვერ ჩამოვთვლით და ვერცაც რა. შეიძლება 2 გავიხსენოთ. და რომ მივუძგა, მაგრამ რა ემოცია დაგჭა? ყველა ვარიანტი გახსოვს. ნუ პირობითად ვიღაცას კარგი, ვიღაცას შედარებით არაკარგი და ვიღაცას საერთოდ არაკარგი. ხო და დავფიქრდი იმ ემოციას და მივხვდი რომ აი პრაქტიკულად ყველა ემოცია მქონდა რა, როცა ვკითხულობდი. ოღონდ როგორც მკითხველი და არა როგორც კორექტორი. ყველა ემოცია მქონდა, კიდეც გამეცინა, კიდეც გაუბრაზდი, კიდეც რაღაცა მეწყინა კიდევაც. კიდეც გამიხარდა. ანუ ჩემთვის კიდე ერთხელ ვამბობ რა, ლიტერატურული ნაწარმოები უკვე რა, აი ამდენი წელია ვკითხულობ და ვწერდა ვკითხულობ რა. მივედი იმ დასკვნამდე რომ ჩემთვის ისე აი შინაარს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქ რა წერია. არ აქვს მნიშვნელობა, არა, არანაირს ვამბობ, განსაერთოდ არავინ. სურო ხო, არა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ხა დედის და შვილის და დედის და მამის და შვილის უამრავი დაწერილა, ხო? ნახე, შეიძლება გავიდეს 2 წელიწადი, ან 100 წელიწადი გავიდეს და აღარ მახსოვდეს მე, არც მარიკას ვახსოვდე მე და არც მე მარიკა და არც ერთი ვიყოთ, არც მეორე, არც მესამე და არც მეათე, მაგრამ ის ემოცია არის. მე გამახსენდებით ყველას. ხო, აგე. გურას გავახსენები. ემოცია ჩემთვის თავარია რა, თავარია და არა მოთხრობილი ამბავი. რა თქმა უნდა, მოთხრობილი ამბავის თავარია ბუნებრივია, მაგრამ ამაზე უფრო თავარია ემოცია. რას გძნობ მაშინ, აი რა. და ვიღაცა შეიძლება ეგ მოთხრობილი ამბავი აზრს. მე ვამბობ მე მეთქი ადამიანო და არა ყველა გან ის იმახსოვრებს ემოცია შენშინა. აი არის რაღაცა, უყურე, რაც ერთნაირად აღძრავს პირობითად ვამბობ 100%-ში ვერა, მაგრამ ეხა რა ვიცი, რა ვთქვა, იმაზე რა ქვია, თეფსზე რომ ჩანგალი გაესმება, ხო? ადამიანთა დიდ უმრავლესობას არ ვიწყი რომ ბურძგლავს მეთქი, მაგრამ არ სიამოვნებს ის ხმა. დამთავრდა ემოციაა ეს უკვე რა. მაგრამ მე მაგალითად რეაქცია რომელიც მე იწვევს ემოციას. ხო, რეაქცია მაქვს რაღაცაზე და მე თულად დამამახსოვრდა. პირობითად ვამბობ, ის სუფრა, აი მქონია სუფრა, რომ აი ძალიან გემრიელი, ძალიან მხიარული, მაგრამ ძალიან სულად მახსოვს, იმიტომ რომ პირობითად ვამბობ, გვერდზე ადამიანი მერჯდა, რომელიც პურის გულს აგორ გოლავებდა. ხო? რაღა ის დაინახე. არა, პირობითად მე მართლა კი არ მქონია ეგეთ შემთხვევა. მაგალითად მომყავს, რომ ხარ მოთქავს გულში იქექებოდა მეთქი, ეგეთ შემეცნო მეთქა. პურის გულით თამაშობდა რა. ყველაფერი გემრიელი იყო, სიმღერა კარგი იყო, ვიღაცამ ლექსი წაიკითხა, საგრძელოები იდეალური იყო, მაგრამ ნუ მე არ მახსოვს კარგად. ჩემი აზრით ანალოგიურია ლიტერატურული ნაწარმოებიც რა. თითქოს ყველაფერი დოცაშვილს აქვს მე მგონი. თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე აქვს ამ ქალსო, მაგრამ ნუ რაღაცა არაო რა. ამ ფეხიც კარგად აქვს აწყობილიო, სახეცო, წარბის, ცხვირის, ყველაფერი, მაგრამ ნუ არ არის ეს ქალი რა. არ არის ეს ლიტერატურა. თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა. ბუკოვსკი ახსენეთ და აღარ გააგრძელეთ მე, ხო? ნუ ბუკოვსკი აი უფრო სხვა რაღაცა აი ძალიან გასაღიმებელი წერალია რა, არის ბუკოვსკიზე არ გავაგრძელებ. აი თქვენი ხო აი სუფთა
ჩემთვის გოგოს ტყუილად არ ხმარო, გოგოს მოყოლილი ძალიან მაგარი ამბავია რა. გოგოს მოყოლილი, რომელსაც ამ გოგოს თავის მხრივ კიდე 3 შვილი ყავს. ხო და ანახეთ სტილზე მინდა კიდე ხაზგასმა. სტილის ზუსტად თორე მაგეთ ამბავი იქნება მოყოლილი მილიონი და ალბათ იმაზე მეტი კიდე, მაგრამ როგორ არის ეს მოყოლილი, ხო? იმდენად გულწრფელად, იმდენად სიხალასით მოყოლილი, აი ზედმეტი არაფერი არა აქვს რა. ანუ ზედმეტი არა აქვს რაღაცა იუნგიანი, რაღაცა ფროიდის, რაღაცა პატაჯული უყვარს კიდე რეზო კორინთელს. პასაჯოლი ხო. ასაჯოლი. ანუ უშუალოდ ხრობაა რა, გიყვება ტიპი და გთავაზობს კარგ ემოციას და ეს ემოცია შენ გინდა მიიღე, გინდა არ მიიღო, თუ ვერ იღებ, ეს არის რა ქვია, რაღაცა შენი წიგნი არ არის. ხო, შენი წიგნი არ არის და ოღონდ ცოტა ნაკლებად, რატო იცი, არ არის ეს ჩემი აზრით, არ არის ეს რაღაცა წიგნი, რომელმაც უნდა სიღრმეებზე გაფიქროს და რაღაც წაგიყვანოს, რაღაცა რა ქვია, ზოგადად რატო გავჩდი ამ დედამიწაზე ერისთვის, როგორ გოგოს მოთხრობილი კარგი ამბები რა, მშვენივრად მოთხრობილი კარგი ამბები, სტილზე დავძენდი ერთს, რომ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი და სათუთი რაც არის. ეხლა მე ყოველ შემთხვევაში გურამმა კი იცის, რაც ჩემს ხელში ნაწარმოებები გადის, ხო, მინიმუმ 3ჯერ გავდივარ ავტორთან ერთად და ყველა წინადადებაში წინადებაა, ხო, ზოგადად წიგნი. წინადებებისგან შედგება, ისევე როგორც წინადება სიტყვებისგან შედგება და იმ სიტყვებს შერჩევა უნდათ რა. ერთმა არასწორად შერჩეულმა სიტყვამ შეიძლება წინადება გააფუჭოს და ის წინადება მე აბზაცს აფუჭებს და ის აბზაცი გვერდს და მე გვერდი და ასე შემდეგ. წყობა თუნდაც წინადებაში სიტყვათა წყობა, ეგეც ემოციას აღზრდავს, არ არის მასე, ხო? როგორ დაალაგება, აი, როგორ ააგებ ამ მოზაიკას, როგორ სად რომელ ფერის ქვას ჩადებ. მე ზოგადად ვამბობ, რომ კარგი იქნებოდა, რომ კიდე რამდენჯერმე წაკითხულიყო დაბეჭდვამდე. თვითონ წიგნი თქვენს მიერაც რამდენჯერმე წაკითხულიყო, ოღონდ გარკვეული პერიოდების შემდეგ, განა დღეს და მოიცადოს და ამ წიგნმა, ხო? ეხლა იცნობს გურამი, ერთი ავტორის წიგნი გაჩერებული მაქვს. გაჩერებული მაქვს სპეციალურად რა. დაღვინდეს რა, დაველოდოთ, შენც დაელოდე, ვეუბნები ავტორს და მეც უცდი რა. გავიციოთ, ისე გვერდით გავიციოთ და იქიდან წავიკითხოთ რა ახლა. შეიძლება საერთოდ ეს პერსონაჟი ამოვაგდოთ, ან გავაუქმოთ, ან მოკლათ, ან თვითონ მოვაკლევინოთ, ან რაღაცა, ხო სწორია. ისევე როგორც აი სტილი უნდა გურამისგან გამიგია, ხო? თუ მახო ხარბედიასთან გურამ ჯვალიწერია. უნდა სუნთქავდეს ტექსტი, არ უნდა იხჩობოდე კითხვის დროს, რა კითხულობ, წერტილი წერტილსაც და მძიმესაც და სასვენ ნიშნებსაც. რა თანამედროვე ავტორები რატო უდიერად და ესე რატო ეპყრობიან ვერ ხვდები რა. უდიდესი უნიშნელობა აქვს, აი უდიდესი. სად დაასვენებ კითხვას? გამიწერე წინადება არის ერთი აბზაცი, არ მინდა, რა დავაბჟე, წვეთ კითხვას რა, აღარ მინდა, ვეღარ სუნთქავ. აზრი ვერ გამომაქვს. არის წინადება რთული ქვეწყობილი და აი კიდე ამ რთულ ქვეწყობილში კიდე რაღაცა რა. რატო უნდა ეგონოს ავტორს, რომ რაც უფრო რთულად დაწერს, მით უფრო რაღაც კარგი ტექსტი გამოვა. არა, ეს აღიქვამს ესთეტიკას და ეგრეც. ხო, ნუ ხა ესთეტიკა ეგეც შეფარდებითია. არ მოგწონს დახურა. აი უყურეთ, ნახე წერალი, შენ ხო ჩემთვის წერ. შენ უნდა გაითვალისწინო. რატო დავწერო თქვენ? არა, ნახე როგორ არის. არა, თუ არ დაწერთ, მაშინ ნახე როგორ არის ჩემს შემთხვევას გეტყვი. კითხველისთვის ხო წერ. აი მე წერ არის ჩემთვის ესთეტიკა. მე წერ როგორც მე მომწონს და ვინმეს თუ მოეწონება ჩემი ესთეტიკა. ესე იგი რაღაცა საერთო ესთეტიკა მეტი არაფერი არ არის. მე მომწონს შეიძლება სიტყვაზე კამათში არ შემოვდივარ. არა, არ წამათო. ეგრე რა, რომ იქ წერტილს ვსვამ, სადაც ხომ ძიმეს ვსვამს რა. ეს განაარჩოდნა, ეს ჩემი არჩევანია და ეს ჩემი სტილია. და მომხმარებელს არა ვაკაცრავ. კითხავს, შეიძლება ეს არ მოწონს. იმის უფლებაა, მაგრამ ჩემი სურვილია, რომ ეს ესთეტიკა ვაჩვენო და
ამას ტექსტის გადადება არ უნდა. ეს არის რაც ზუსტად ვიცი, რომ აი ესე გავაკეთე. ნახეთ, ოკეი, გეთახმებით, მაგრამ ხომ არსებობს წესები, ყველაფერი კაი, ოკეი, სტილია. ხომ არსებობს, რომ უკვე საუკუნეების კი არა და 1000 წლეულების მანძილზე მიღებული წესები, რომ ფილოლოგები წერენ? წერენ? ხო, წერენ, წერლები არიან. მე ფილოლოგი ვარ. ხო, და წერებთ, დამოსდით წერა, წესები იციან მათ. ფიზიკოსებს უკეთ გამოსდით. ხო, და მაგაშია საქმე, ანუ თვითონ რაღაცა წესები რო არსებობს და სულ არსებობდა, ეს არის დოგმა. რომელიც რაღაც, მაგრამ შენ შეგიძლია გააჯაზო. ნახეთ, ოკეი. სხვა всё, მივხვდი რასაც ამბობთ. მაგ შემთხვევაში უნდა იყო გურამ დოჩანაშვილი. მაგ შემთხვევაში უნდა იყო გურამ დოჩანაშვილი, გურამ რჩეულიშვილი, გურამ აი, გარასტოვის შეფასება. ეგ თქვენ თავში არის რაღაც იერარქია და მე მაქვს უფლება, ჩემი უფლება გააქვთ, ბუნებრივია, უფლებას ვერავინ ვერ წაგართმევს, რაზე საუბარი. ეს არის ესთეტიკა. მაგალითად, შეიძლება ვიღაცას მოსწონს პიკასო, რომელიც კლასიკურ სტილში ხატავდა. ვიღაცას შეიძლება მოწონს მოდელიანი, რომელიც გრძელ სახეს და კისერს უხატავდა. ეს არის ესთეტიკა. შენ ხელწერა, ის წინადადებების, რომელიც შეიძლება ფილოლოგიურად სხვანაირად დაიწერებოდა, ეს ჩემი თავი ეგეთი არა. შეიძლება მე სხვაზე, თქვათ, მრგვალი სახე მაქვს. ან სიტყვაზე დიდი თვალი. ეს ჩემი იდენტიფიცირება არ ცოდნა, როდესაც შენ არ გაქვს შესაბამისი ბაზა და საფუძველი რო წერო და ტანჯა უკითხავს, ხო, ეგ მაგრად ეხავს რა. მაგრამ სტილი არის შენი არჩევანი. ამ შემთხვევაში, როდესაც მე საუბარი მქონდა იგივე თუნდაც მძიმე წერტილზე და ახლა აქ მე რთული ქოწყობილი წინადება არ შემხვედრია. მარტივად ვცდილობ. ხო, მე აქცენტი მე ვცდილობდი რომ ყურადღება გამომახვილებინა აი წერით აი კითხვის სუნთქვას ანუ კითხვას აყოლილი სუნთქვა. მაგ მუსიკა ის მუსიკა რომელსაც თქვენ მე მუსიკალურად ვუყურებ. ის მე მესმის. შეიძლება ვიღაცისთვის hard rock-ი ძიმია. შეიძლება რაღაცა მოწონს soul. ანუ ეს არის სტილი. მაგრამ წესები არის რომელიც მე ვისწავლე არ ვიცოდი თქვენგან ის კორექტირება რაც შემიგანეთ. მაგრამ თვითონ ეს ყველაფერი დროზე არ არის დამოკიდებული და გადადებაზე. ეგ ხარ შენ. ნახეთ, ნუ ვიწყით ნურცმას ეხლა არა, უყურე ჩვენ უკვე აქ ციგნის განხილვიდან გავედით, არა, ციგნის განხილვა არა, გავიდეთ, გავიდეთ გარეთ. გავიდეთ. ნახეთ აი მაგალითად ბესო ყველეზე როგორ წერს, ხა რო გავუსწორო იმას ბესოს რას იზამს? აი თან სხვა რაღაცას მიიღებ, ნუ ისეც სტილი აქვს რა. ესეც რა არის? აი ამ სტილსაც ჩემი აზრით, ამ სტილსაც მოდით ასე ნუ მიუდგებით და ნუ ვიხმართ ესე ყველაფერზე, რომ ეს პირობითად ვამბობ, ბესოს თავისი სტილი აქვს. გამოვიდა რა, რომ ყველას მე ჩემი სტილი მაქვს, გურამს თავისი სტილი აქვს, აგერ კონსტანტინელი გამსახურდია, იმას თავისი სტილი აქვს. ანუ დავიჯერო არსებობს ამდენი სტილი, რომელზედაც შვაიგისთვის, სტეფან შვაიგის ნათქვამი სიტყვებია, ხო, რომ ჩემთვის თავარია სტილიო და სტეფან შვაიგის თავი დავანებოთ, მარტინ იდენი გავიხსენოთ, კაცო, აგერ ჯეკ ლონდონი ყურიძიში ყავს, რომ ეს მარტინ იდენი რომ ამბობს, რომ ამ ჟურნალისტობას თავაზობენ, არა, მე ჟურნალისტობა არ მინდა, მთელი ამდენი წლები იმას შევალიერო, როგორმე ჩემი სტილი ჩამომეყალიბებინაო და როგორმე მომეძებნაო ის, მე როგორ მეწერაო და ეხლაო ჟურნალისტურ სტატიებსო ვერაფრით ვეღარ დავწერო. ნუ როგორ მე მაგალითად ვაღიარებ მიუხედავად იმისა, რომ მე 6-7 წიგნი მაქვს გამოცემული, მე სტილი არ მაქვს. ვერ მაქვს და იმიტომ ძალიან მინდა რომ მქონდეს, მაგრამ არ მაქვს ჯერ არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, რომ მომავალში მქონდეს. 6 წიგნი დავწერე და ვაღიარებ, რომ მე სტილი სამწუხაროდ. სტილი არ მაქვს, მართლა არ მაქვს. იმიტომ რომ ვერ არა, ერთგან ერთნაირად ავიღოთ ახლა მაშინ თუ გნებავთ ეს წიგნი და თქვენს წინა პირველ წიგნს შევადაროთ. სხვადასხვა სპეციალური. მეორე შევადაროთ. ვერცად ეს წიგნი არის. ანუ თქვენ ბაბატიეთ 5 სხვადასხვა სტილი გააქვთ? არა, ნახეთ როგორ არის. პირველი წიგნი ჩემი აზრით. ბაბატიეთ, ბოდიშ გიხდით არ გაწყვეტ ისა. აი ხა ავიღოთ ხო? აკამორჩილად ის ნებისმიერი ის რო ავიღოთ პირობითად თქვა. კარგია თუ ცუდია თუ ავია თუ კარგია თუ კარგი სიუჟეტია თუ გმირი მოგზაურობს თუ მაბატიეთ და ვირი მოგზაურობს, ვირის მოგზაურობაც აქვს.
არ აქვს მაგას მნიშვნელობა. გადასვლი არ გეტყვი რასაკაც ეს ეგ არის. ავიღოთ დოჩანაშვილი გინდა სამოსელი პირველი და გინდა კაცი რომელსაც ლიტერატურა და გინდა კეჟერაძეები არ უთხრათ რომ ეგ არის და არც ის არ უთხრათ რომ წავაკითხოთ ვინმე ტიპს რომელსაც არ აქვს საკითხული ჯერ ერთი გვერდი აქვს და მე გეტყვის რომ ხელოვნურ ინტელექტს წავაკითხოთ. გეტყვის რომ ეს ორი ერთ გორამბორგალი და თათათოშხი ავიღოთ. ხო? აი სტილი ეგ არის. სტილი ეგ არის. პირველი წიგნი ხომართალია. პირველი წიგნი. ისა მოდი ახლა ჩვენ განხილვას ავწდებით. ახლა ძალიან რაღაცა წიგნი თავისთავად არის ეს. სხვაგან გადავედით. ახლა მოდი დაუბრუნდეთ წიგნის თემას, იმიტომ რომ ხო, წიგნი მე ვისურვებდი გაცილებით თვითონ თემაც ისეთია, საყვარელი, ლამაზი, ქალური, გოგოშკური. მოკლე. ნუ იმას მე ვისურვებდი, რომ როგორც მკითხველს იმ სიხალასით მომაწოდე ამბავი, მომიყევი, გულწრფელობით ბუნებრივია და ემოციით. სამივე მოაქვს ამ წიგნს. მოაქვს და მაგიტომაც არ წავიკითხე და ეხლა რომ გადავხედე ადგილებს, ძალიან ბევრგან გამიყიმა, ძალიან ბევრგან დავსევდიანდი ფისოს ამბებზე, ძალიან ბევრგან ცოტათი დავბრაზდი. პრაქტიკულად ყველა ემოცია მოიტანა ამ წიგნმა რა. ყველა ემოცია მოიტანა. დაკაც დაუბრუნე მას. მუსიკას რო ვუსმენ. ესე იგი რაღაცა თუ გამაღიზიანა იქ და აი ჩემთვის რო არის წესები და კლასიკურად მოაზროვნება. ის რომ აღიზიანებს, მე ვეღარ ვისმის ვერაფერი, იმიტომ რომ ჩემთვის იქ არის წესები. და ჭედა იმ ნაწილზე და მეკარგება მთლიანად რა აქვს. ან ერთი რაღაცა ძილი თუ ამოვარდა, აი ესე გიჟდები, რომ შეიძლება რაღაცა სხვა რაღაცეებში კონტექსტში კარგი იყოს ის შემსრულებელი. ვეღარ. ანუ აი იმ დეტალს ისეთ აცდენაში მოვყავარ. აღარ შემიძლია გარჩევა კომპეტენტური არ ვარ, იმიტომ რომ აი ესეთი მოწყობილია ჩემი ნერვული სისტემა. ერთი ფარში თუ გაეპარა, იქ სადაც არ უნდა გაეპაროს და რომ ვიცი რომ აი ეს პასაჟი ესე უნდა დაეკრა, ნუ ცუდია ეს ჩემთვის რა. და ვეღარ უსმენ. არა, ავწდით. ეგ ეხება ვაგნერსაც, შუბერტსაც და ეს კომპოზიტორები შემსრულებელი. ხო და არა, შემსრულებელი მოდი, აქ ჩვენ საუბრობთ ავტორზე. ავტორზე ვსაუბრობთ. ანუ უყურე იქ ვაგნერს თქვენ თვლით რომ სადმე რამე გაეპარა? ის კომპოზიტორია ხო მართალია შედარება შეიძლება ცუდი არის ხო? ხო და არა. ნუ განვარჩევთ გურამის დაუჯეროთ. მე ვთქვი ჩემი სათქმელი ემოციური მუხტი, ემოციის დამუხტა. ჩემთვის ეს უკვე საკმარისია. ეს წიგნი დამამახსოვრდა, ავტორი დამამახსოვრდა, ამ შემთხვევაში უკვე თვითმფრინავის დამამახსოვრდა და მორჩა, всё, ავტორმა მიაღწია თავის მიზანს. მასე კიდევ ვამბობ, რომ 2 წლის წინ რა წიგნი წავიკითხე იმის შინაარსი, ვერანაირად ვერ მოვყვები რა და ისა რა ქვია, შოთა რუსთაველი მე მგონი მე-12-ის მერე აღარ დამაჯერებულა რა, რომ პირობითად ვამბობ, მე არ ვკითხულობ ვეფხისტყაოსანს ყოველ დღე და არ მიმაჩნია რომ ყოველ დღე უნდა ვიკითხო ვეფხისტყაოსანი. ხო? რანაირად დამამახსოვრდება აბა ისა რა ქვია, აი ხა გურამი აყოლებდა დღეს ბავშვებს, სამოსელი პირველი და იმათ ისინი გადასვლები გაიხსენეს, რომ მე არ მახსოვდა. მე მახსოვს. მაგრამ ემოცია მახსოვს. კი ბატონო. ის არ მახსოვს და ჩემთვის 21 საუკუნეში ყველაზე უფრო მთავარი ვიდრე შინაარსი, ვიდრე ფორმა, ვიდრე სტილისტიკა, ვიდრე ორთოგრაფია, სინტაქსი, პუნქტუაცია და ასე შემდეგ ამ ყველაფერზე მთავარი არის ჩემთვის ემოცია. თან შვენიერი ფორმატია წიგნის, შვენიერი გვერდების რაოდენობა მაქვს ხედველობაში ზუსტად იმდენია, რამდენიც უნდა იყოს. არც იმაზე მეტი, ეს რო ცოტათი მეტი ყოფილიყო პირობითად 100. ოკეი. ნაკლები რო ყოფილიყო, უკმარისობის გრძნობა დარჩებოდა. ზუსტად იმდენი ნოტია ამ ნაწარმოებში, რამდენიც უნდა იყოს. შესანიშნავია, მომწონს ძალიან, ემოციაც მაქვს, თვითმფრინავი, რა ვიცი მე ბავშვობას წითელი ფერი, აკრძალვისფერია. ვიკრძალავს რაღაცას. პირადსაც ხო ხასიათებს. აი მე ის არა ეს მე მაქვს. წიგნი რომ ათხოვდა. ახალციგნსაც და იმასაც შემოგცა. მადლობა. სტილიდან უნდა დავუბრუნდეთ ისევ მოკლედ ჩვენს თვითონ ტექსტის განხილვის ამბავში მე ცირა ჩემთვის კარგი იქნება და მირჩევნია თუ უშუალოდ არსებითად ვილაპარაკებთ თვითონ ტექსტის
შინაარსზე, პერსონაჟებზე, ოკეი. ხასიათებზე და სიმბოლოებზე და ასე შემდეგ. უფრო არსებითი იქნება, იმიტომ რომ თქვათ ის რომ სტილი ვერ დავიჭირეთ, ერთი ფორმა არის თქვათ. ნუ შენ რასაც ამბობ მესმის რომ ავტორს თავის ალბათ უფრო გულისხმობ რომ ენობრივად უნდა ჩანდეს ვინ არის რა. ეხლა შენ ავტორებს მოიყვანე კონსტანტინე გამსახურდია და აკა მორჩილაძე ენით იცნობა ის ორივე ავტორი და დოჩანაშვილიც ანუ რომ წერს იმ ენით ცნობ თორე სტილისტურად სხვა ეხლა მარტო წინადადებების წყობით ვერც რა ანუ რო კითხულობ ენით ხვდები რომ ეს ამ ავტორის წიგნი არის ენობრივად ენის დაჭერა და ენის შექმნა მარტივი არ არის ეს არის მთელი ეგ არის მწერლობა ხო ეგ ხო ნუ უფრო დავაკონკრეტოთ მეთქი მაგას გულისხმობ რომ შენ ამბობ რომ ენის მოთხოვნა მწერლისთვის მარტივი არ არის საქართველოში დამისახელე მოდი თანამედროვე სამი ავტორი რომელსაც შენ სტილობრივად კაი აკა თქვი კიდე ვიცნობ ხო ცოცხლები არ გვინდა ცოცხლები ვიცნობ კიდე ცოცხალი მე ვამბობ ცოცხალს ჭილაძე იყო თუ იყო ცნობ ხვედელიძეს სტილით კი მე ვცნობ შენ გონია ვერ ჩახარ? არა, მე მეკითხები კახას. ეგ სხვა თემაა, კაცო. ეგ მაგალითად მოწონებაზე არ ვლაპარაკ. ხო. კი, ფეოდალიძეს მიხვდები ეგრევე. ხო და ეგ არის ოსტატობის ხო. მოგვიანებით სამსონაძეს. მე მაგათო თამასაც ვიტყოდი რომ სადასავლე შემდგეს. კი, სამსონაძეს იცნობ, როგორ არის ხო, იცნობ? ეგ არის მთელი თემა, ანუ ლიტერატურა ადრე ძალიან საინტერესოდ მითხრა იმან რა ქვია ჩემმა მენტორმა ასე ვთქვათ ვინც შემომიყვანა ამ ლიტერატურულ ამბავში ნოდარ ტაბიძემ რომ სამი კომპონენტით იცნობა კარგი მწერალი და განსხვავდება ცუდი მწერლისგან ან საშუალო ან დაბალი რანგის თუ სამივეს ერთდროულად აკმაყოფილებს ქმნის თავის სამყაროს ქმნის თავის ენას და ქმნის პერსონაჟს, რომელიც მანამდე არავის არ შეუქმნია. თუ ამ სამ კომპონენტს აკმაყოფილებ, უკვე მაგარი ტიპი ხარ და მას მერე რო ფიქრობ ხოლმე, კარგი ის არის, ლაკმუსის ქაღალდია, რომ გაშიფრო მწერალი ვინ როგორი არის რა, იმიტომ რომ უმაღლესი კატეგორიის მოთხოვნები. თამასაზეა საუბარი. კი ბატონო. შეუსრულებელი თამასა. არ არის შეუსრულებელი, ნებისმიერი დიდი ავტორი დავასახელოთ და ყველას აქვს სამივე თემა შექმნილი. ანუ ყველა დიდი კი არ და კარგი ვინც მოგწონს ჩვენ ავტორი, ყველა აკმაყოფილებს ამ კომპონენტს. ეხლა ის რო თქვა ენობრივად მარიკა არ იცნობა, ეგ მაგაში გეთანხმები, იმიტომ რომ ანუ არ არის ბოლომდე დაწურული, ასე ვთქვათ, ავტორი და ამას სჭირდება რუტინული მუშაობა და რუტინული მუშაობას თავისი ისაა, გამბავია, ხო, დისციპლინა ეხლა 9 წელიწადში რო ერთხელ წიგნს დაწერ, იქ სტილზე და იმაზე რა ვქი, ენაზე და რაღაცაზე ლაპარაკი ზედმეტი არის. მაგრამ მე მინდა თვითონ წიგნის ამ იმაზე ვილაპარაკო, ასე ვთქვათ, წიგნის ხო არ გიბერავთ იქ. არა. წიგნის სხვა მხარეზე, შინაარსზე, პერსონაჟებზე და აზრობრივ ნაწილზე და სათქმელზე. მე მგონი ეს მნიშვნელოვანი ამბავი არის. პირველ რიგში აი ბილეთის ამბავი სათაური თქვა, ხო? აი რა არის ბილეთი? ამ სამყაროში შემოსვლის ბილეთია. ამავე დროს ის ბილეთიც ხო არ, ანუ რამდენიმე კომპონენტი ერთად არის. არ არის მარტო ეს რომ ეს ბილეთი ამ სამყაროში და რაღაცა ბილეთი რაღაცა ერთი მიმართულებით ან ორი მიმართულებით ან ასე შემდეგ. ყველა კარგ ტექსტს აქვს შრეები, რომელიც შეიძლება ერთდროულად ერთსაც ნიშნავდეს და მეორესაც ნიშნავდეს. მე წეღანაც ვთქვი, ეგ თემაც არ არის ამოსაგდები, რომ რაღაცა მოვლენების კატალიზატორი ხდება ხოლმე რაღაცა კონკრეტული მოვლენა. ამ შემთხვევაში ბილეთი ძალიან მნიშვნელოვანი არის. ანუ დრამატურგიის თვალსაზრისით ეს ბილეთის შეცდომა განაპირობებს იმ თელ მოვლენებს, რაც მერე ვითარდება, ხო, იქ ამერიკაში რაც არის. ეხლა არ ვიცი, მე ესე დავინახე თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ შეცდომით ნაყიდი ბილეთი, რაღაცა თქვა, რომ უნდა გაჩერებულიყო ადამიანი, თქვა, ერთი კვირა გაჩერდა 40 დღე, თქვა, სიტყვაზე. რამაც მერე განაპირობა ის, რომ ის ჯანმრთელობის თემებთან დაკავშირებული ამბები და იქ დაკავშირებული ამერიკაში მოსახდენი ამბები ამან განაპირობა, ამ შეცდომამ განაპირობა. ერთის მხრივ ამასაც ნიშნავს
და მეორეს მხრივ იმასაც ნიშნავს, რომ თუ წაიკითხავ ესე იგი მარიკას როგორც პროტაგონისტის ისტორიას, მისი აღებული ბილეთიცაც არის ეს წიგნი, რომელი ბილეთიც ამ სამყაროში რომელი ბილეთითაც ამ სამყაროში შემოვიდა. ანუ ეგ არის ძალიან საინტერესო. მივხვდი რომ ერთდროულად ერთ რამესაც ნიშნავს და მეორე რამესაც ნიშნავს. ანუ ვერ იტყვი რომ ეს სწორია და ეს არ არის სწორი. მე ამიტომ მომწონს ეს სათაური რომ აი თავიდან ახლა რაღაც ფიქრობ რომ რა შუაში ეს ბილეთი, მაგრამ მე ხვდები რომ ეს არის. იმიტომ რომ უკანა ყდაზე აი აღწერა ნახე რა წერია რომ ბილეთი მოგზაურობაზე, თუმცა ფიზიკურ სივრცეს აქ მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობა აქ ჩემი დაწერილია. მთავარი თავგადასავალი ადამიანის შიგნით მიმდინარეობს მეტაფიზიკური კითხვები, რომელსაც ავტორი სვამს, მარტივ პასუხებს არ ითხოვს და მკითხველს ამ ეგზისტენციალურ ორომტრიაში თავით გადაეშვება. ანუ ეგ თემა არის, რომ ერთის მხრივ ამერიკაში ასაღები ბილეთზე არის ლაპარაკი და მეორეს მხრივ ზუსტად აი იმ ბილეთზე არის ლაპარაკი, რითიც მარიკა შემოვიდა ამ რაღაცა ფიზიკურ სამყაროში, რომელშიც მე პერსონაჟს და ჩემთვის ეს საინტერესო იმიტომ იყო ეს წიგნი, რომ ხა მარიკას ვიცნობ თქვა ხო წლებია, მაგრამ მარიკა რეალური ანუ ნიღბების გარეშე ადამიანი დავინახე პირველად ამ წიგნში. აი ეს პატარა პრინცთან ალუზიები რო ყოველას მოგწონ თქვა ხო, პატარა პრინცთან ალუზია ჩემთვის საინტერესო არის იმიტომ, რომ პატარა პრინცი როგორც პირველადი არქეტიპი ასე ვთქვათ ხო სისუფთავის ესეთივე არის პირველადი პატარა პრინცესა ასე ვთქვათ ამ წიგნში იმ ადამიანისა იმ პატარა მარიკა დგას და უყურებს სამყაროს რომელი რაღაც ბილეთი აი რამინდა იცი თქვა კარგად მინდა აღვხსნო რაღაცა ბილეთით რო შემოდიხარ ამ სამყაროში და ამ ესეთი გულუბრყვილო და სუფთა თვალებით რო უყურებ ამ სამყაროს და აკვირდები და მე ამ ყველაფრის ესე ვთქვათ რემინისცენცია მოგაქვს ისა მკითხველამდე მე ჩემთვის ეს ამ კუთხით იყო ძალიან საინტერესო ეს წიგნი ესე იგი ადამიანი რომელიც ყვება თითქოს რთულ რაღაცა ისეთ ჩახლართულ ისტორიებს ყვება თავის პირად ვთქვათ პრობლემებზეც ყვება საზოგადო პრობლემებზეც, რაც ამ წიგნის ერთ-ერთი მთავარი ის არის, რა ქვია, პლუსი არის, რომ გამოგზაურებს ამერიკაში იმ თვალსაზრისით და იმ კუთხით განახებს ქვეყანას, რომელთაც მე ორჯერ ვარ დამყოფი, მე არ მინახავს. აი ძალიან საინტერესო იყო, თქვა, თუნდაც ახლა გადავხვდები, მაგრამ სომხების კლანის ამბავი, რომ რაღაც აქედან როგორ ვერ ალაგებენ რაღაცეებს და ჯიმი როგორ ჩადის და ამბობს რომ მე ვიცი ეს როგორ უნდა დავალაგო, აქ სომხებს დაუკავშირდები და ისინი ამ თემას მარტივად მოაგვარებენ. და როგორ მარტივად რაღაცეები ლაგდება, ასე ვთქვათ რა. მან ერთი ძალიან საინტერესო ალუზია იყო სხვათა შორის იმასთან, მიმინოსთან, თუ დაამუღამეთ, მიმინოსთან არის ძალიან საინტერესო ალუზია, რო ეკითხებიან ლიზას, რომ შენ იმიშვილი ხარ და ეს რო ამბობს გულწრფელად, რომ არა ვარ იმიშვილი. ხო, ეგ რაღაც ეგ ალუზიის თემა იყო ძალიან საინტერესო. უნდა გეთქვა, ხო, ეგ ალუზია იყო მიმინოსთან, რაღაცა გადათამაშება იყო მაგ ამბავში, ხო და გაცნობს კონტექსტს, გაცნობს ქვეყანას, გაცნობს სიტუაციას და ამ ყველაფერს გიყვება საკუთარი ესე იგი შინაგანი სამყაროს გადმოშლით. ოღონდ ამას აკეთებს ვიღაცისთვის გამაღიზიანებლად მე ამ წიგნის რაღაცა ვთქვათ ეს რევიუებივით რაღაცეები ყურმოკვით მოვისმინე და ვიღაცები გააღიზიანა იმან რომ ეს არის რაღაცა ვიღაცა შეძლებული ქალის მოყოლილი ისტორია რომელიც ბიზნეს კლასით დაფრინავს და იქ ყვება რომ კაზინოში ხალათით შეეშალა და კაზინოს ნაცვლად თუ ისა აუზის ნაცვლად კაზინოში შევიდა და რომ შეუძლია რაღაცები გააკეთოს და რაღაც აი ამ კუთხით რო ყვება ისტორიას და ბევრი ამიტომ გაღიზიანდა რომ ხო ხტები რაღაცა ვიღაცა რატო ეკონომიკაც დაფრინო ხო და არა სხვა რაღაცა არის რა მე გეუბნები რომ რა თემები რა კლასობრივი ამბავი იყო ანუ რამდენიმე ადამიანმა მითხრა ეს და გაღიზიანდნენ და ეგეც რეაქციის თემა იყო და რაღაც გემარიაჟებაო თავისი ამბითო და ამ დროს პირიქით არის აბსოლუტურად პირიქით არის რომ ჩანს ჯერ ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსია რომ თუ გინდა რომ ესე იგი ჰოლივუდში თავი დაიმკვიდრო არ უნდა თქვა რომ შენ შეძლებული ოჯახიდან ხარ იმიტომ რომ გზები გეკეტება სხვა გზით გატარებენ რა ანუ ჰოლივუდში ჩაგვახედა ასე თქვა ჩაგვაჭყიტა რომ იქაც რამ დონის
ანუ მე მარტო საქართველოს ის მეგონა ეგ რომ ანუ თავი უნდა მოიმკვდარუნო და უნდა გაუბედურებული და საწყალი რომ უნდა იყო. თურმე იქაც ეგ თემა ყოფილა, იმიტომ რომ გზე იმ გელი და წითელქუდასავით არის, მე აგირევენ გზას და სხვა გზით გაგიშვებენ რა. თურმე ეგ თემა ძალიან საინტერესო არის. პარალელურად შემოდის და როდიში ამას მეუბნება კაცი რომელიც არის მილიარდერი. ხო, ნუ ეგ თალკე ისა. ანუ გვეუბნება რომ ანუ არა უნდა ითაბაშეთო რომ ფული არ აგაცდა. ხო და ეს პლასტები, შრეები, ტექსტის შრეები, რამდენიმე შრე, რაც როგორც ვითარდება ეს ნაწარმოების განხილვა, ჩემთვის როგორც მკითხველისთვის ამ კუთხით იყო საინტერესო. პირველი რომ სამოგზაურო პროზა არის, ანუ რომ მოაშორო ყველაფერი. სამოგზაურო პროზად შეიძლება ცოტა კიდე ნიუანსები დაამატო. გამოვა ძალიან კარგი სამოგზაურო პროზა, სადაც შენ შეგიძლია წაიკითხო წიგნი და აზე მოხვიდე რაღაც ამერიკის რაღაცა ნიუანსებს. სხვათა შორის ნიუ-იორკზე დაწერილ წიგნშიც ეს თემები რაღაც დონეზე იყო გაშლილი, მაგრამ აქ უფრო უკეთესად. მეორე ეს არის ადამიანის, ანუ ერთი ადამიანის ხრიდან დანახული სამყარო, თითქოს ყველაფერი მაგრადა აქ ამ პერსონაჟს, ანუ ამ ქალს. მოდი ახლა როგორც პერსონაჟზე ისე იმას ვიდა. ხო, იმიტომ რომ ახლა თლათ იდენტიფიცირება ბოლომდე მარიკა დავჯექიდა რაღაცა ნეტარი ავგუსტინესავით გული გადავშალი არ არის ეს წიგნი, იქ არის რაღაცა თემები, რაც პირდაპირ არის ლინკება, ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ გვატყუებს, რომ ძალიან პირველ პირში ყვება და გულწრფელი არის, რაღაცეები ცოტა სხვანაირად უნდა წაიკითხო. გიჩვენებს, რომ ანუ მიუხედავად იმისა, რომ შენ შეიძლება ბიზნეს კლასით სადღაც დაფრინავ, მოუშუშებელი ტრაუმები ის, რომ მამა შენი შენ კონცერტზე არ მოსულა, ისევ რჩება და ისევ იგივე ტრაუმას გადიხარ, რაც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა ნებისმიერი ფინანსური რესურსის და შესაძლებლობის მიუხედავად გაიაროს. ის რომ თქვა შენ პირობითად თქვა შეიძლება ჰოლივუდში სადღაც რაღაცისთვის მიფრინავდე, ვითომ ჰოლივუდის დასაპყრობად და ლიზას თემა ხო ეგ მაგკუთხით ვითარდება, არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანის ღმერთი ისა კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდა თემა მოულოდნელად დატრიალდეს. მიხვდი? ანუ აი მე ჩემთვის კიდე განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, რომ ქართული ლიტერატურისთვის საინტერესო რატო არის ეს წიგნი, რომ უმეტესობა ავტორები ვინც წერენ, სულ მოთქმა გოდებით ქვევიდან ყვებია, რომ რა სოფელი, ბებო, გაჭირვება, ნარკოტიკი, უბედურება დედამეტირა და აი რაღაცა და სამყარო იქით არის სადღაც საოცნებო. და მარიკამ მოიტანა წიგნი, რომელიც გეუბნება, რომ აი იქიდან სამყაროს მოგიყვები ახლა მე შენ, რომ აქეთაც ზუსტად იგივე ამბავი ხდება, რაც იქით. და პირიქით შეიძლება უფრო უარესი უინტერესობა დაგანახო ჭყვიალა რაღაცეების მიღმა. და ამ წიგნის მთელი შიკი, ასე ვთქვათ, მთელი მუღამი არის ის, რომ ჰოლივუდს აღწერს და სინამდვილეში ყვება ცხოვრების ფორმულაზე, რომ ყველაფერი არის ფეიკი. ანუ ხეები დგას და ფეიკია, დეკორაციაა რა და აი ეს ღმერთის ამბავი რაც რამაც გაგაღიზიანა. გამომაგდო რა, განაგამაგდო. ხო, თემა ეგ არის, რომ რას გეუბნება, იცი რომ ნუ მისი ფილოსოფია არის ახლა ამ შემთხვევაში ამაზე ან დაუჯერებ ან არა, ან მიყვები ან არ მიყვები, რომ ყველაფერი რასაც თქვენ უყურებთ არის ფეიკი მატრიცაში, რა მატრიცაა რა, მატრიცაში ვართ, ოღონდ ეხა ეს იქაური კი არ არის მარტო ეს მატრიცა, ჰოლივუდის კი არ არის. მთელი ეს სამყაროც ეგეთი მატრიცა არის და ჩვენ ხეს აქეთ დაგირგავენ, თუ იქით დაგირგავენ და მანქანას ესე გაატარებენ, თუ ისე გაატარებენ, რაღაც ამბავში მე ამას არ ვეთანხმები, ოღონდ ეს მარიკას აზრია და მე სხვა აზრი მაქვს, რომ ყველაფერი არის ფორმალობა. ანუ შენ თავისუფალი ნებაც საბოლოო ჯამში არ არის. და მაგიტოა, ანუ ეს ბილეთის თემაც მაგასთან კავშირდება, რომ თავისუფალი არჩევანი აქაც კი არა აქვს, მიხვდი? ეს ამ ბილეთმა ხო განაპირობა შვილის თელი თემები და თელი ამბავი. და მაგას აქვს, რომ ყველაფერი დეტერმინიზებული არის. მიხვდი? ანუ სათაური მანდ შემოდის რა. მე არ ვეთანხმები ამას. მე ვამბობ, რომ ყველაფერი დეტერმინიზებული არ არის. ანუ თავისუფალი ნება რაღაცადღაც ჩვენ გვჩება.
მაგრამ ეს წიგნი ყველა ავტორს ხო თავისი ფილოსოფიის ხადაგება ხო შეუძლია. მარიკა ამ წიგნით ამბობს, რომ ყველაფერი არის აი ეს ჰოლივუდის თემა რა, დეკორაცია და ჩვენ ამ დეკორაციაში ხომ ესეთ განწყობით დავწერე. ხო, ნახავ რო კითხულობ მე წიგნსაც, ხედავ რომ თქვა იქ რა ქვია იმას, ის სხვა პერსონაჟებიც ვინ შემოდის და ცოცხლად შემოყავს და მე იქაც გეკაიფება და გეუბნება რომ ცოცხლად შემოდის ძალიან თქვა ეს ავთო მეშველიანის ამბავი, სხვა შორის ძალიან საინტერესო პერსონაჟია ცალკე ეს ბიოლოგიური მამა, რომელიც ასევე ფეიკი თემა არის, რაღაცა შემოდის ამბავი, რომელსაც მე გიუბრალებს გეუბნება რომ ეს დეტერმინიზებული, ამან ეს განაპირობა, იმან ეს განაპირობა. ხო, ეგ თემა არის ამ წიგნის ფილოსოფია, ასე ვთქვათ, სათქმელი რა, მაგას ეხა ან ეთანხმები ადამიანი, ან არ ეთანხმები. ხა სუსტი წერტილები რაც აქვს, სუსტი წერტილი აქვს ის, რომ კახა რასაც ამბობს, რომ ენობრივად ოღონდ ეგ მაგას კითხვის ნიშანი დაესმის შენს იმას, იმიტომ რომ მეორე წიგნს რო დაწერს, მე თუ იცნობ, მიხვდი? მე ხა მაგალითად მე მაგას ვერ ხვდები, რომ მე ვცნობდი, ხმით ვცნობდი, ანუ წიგნს რო ვკითხულობდი, შენი რო იყო ვცნობდი. ხო, მე ვეღარ ვხსენ ხა შენ რო პირადად რო გიცნობ, რო არ იცნობ ავტორს უფრო მარტივია. მაგრამ სისუსტე აქვს, სუსტი წერტილები აქვს ის, რომ ბოლომდე შეუკვრელი ტექსტი არ არის, რაღაცა შერასაცავდი, რაღაც ადგილები გარბის ოდნავ ცოტა, ანუ ერთი აი როგორ თქვა, ცოტათი მეტად გადაშლიფოვკება, ხო, გადაშლიფოვკება ცოტა ტექსტ არ აწყენდა, იმიტომ რომ მე ხა სწრაფ რაღაც ისეთ დინამიკაში დაიწერა, რომ თავიდან პატარა იყო, მე მეუთხარ რომ უნდა განავრცო ეს რაღაც ეთებები მეთქი ცოტა გასაშლელი არის. განავრცო, მე ბესომ გადაუარა, გადმოუარა, მე ხელახლა ამან გადაუარა, მოკლედ რაღაცა ისე იმუშავეს, რომ ბესომ რაც იმუშავა, ამან წაუშალა ეს ყველაფერი და მე კიდე ხელახლა რაღაცები გააკეთეს და მოკლედ ისე მოხდა, რომ ერთი ორი თვე რო კიდე პირობითად წიგნს რო დასწლო და აი ეხლა შენ რასაც ამ გადმოსახედე რო წაიკითხა, შეიძლება ცოტა შლიფოვკა დასჭირებოდა რაღაცები შეიძლება უფრო მეტად გაშლა. არ მქონდა აი ეხლა ხო, შენ ნერვები არ ქონდა, მაგრამ წიგნს საერთოდ ეგრე კეთდება ხოლმე. პრობლემა რაც აქვს ამ ტექსტს, რაც სხვა წიგნების შემთხვევაშიც არის და იქაც მithქვამს ხოლმე და რაც ზოგადად პრობლემაა ხოლმე ლიტერატურაში და განსაკუთრებით თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში არის ის, რომ პერსონაჟებს აკლიათ ცოტა უფრო მეტი გამოკვეთილი სახეები. ეხლა მე რო ვიცნობ თქვათ იმ გმირებს, ვინც იქ არიან, ჩემთვის ძალიან გასაგებია ყველა ვინც არის, მაგრამ მე ვუყურებ სხვისი თვალით თქვათ, აი ჯიმი გასაგებია ტიპისთვის ისეთი როგორიც არის. ეს არის როგორ დაწერილი წიგნი. იცი სხვა წიგნები თუნდაც პირველ ჩემი წიგნი, პერსონაჟები მაგრად ჩანს. მოთხრობებშიც ჩანს ჩემ პერსონაჟები, მაგრამ ეს წიგნს წერს ტიპი, რომლისთვის არის ფეიკი და იმას დიდად შინაარსი არ აინტერესებს. არა, გავიგე, ხო, იმიტომ რომ დეკორაცია მეთქი, მაგას გეუბნები, მაგრამ მე არ მინდა იქ ძიდათ რომ დავხატო პერსონაჟები და მაგით ტვინი გიპურყო. მე თავაზობ ეგეთ წიგნს. ხო, მეგენ ვიდეას. ანუ რაც შენ გონია რომ ნაკლია, ეგ არის განგები. ხო, შეიძლება, მაგრამ მე ვამბობ რომ ეხლა ჩემი მხრიდან მე რასაც უყურებ, რა სჭირდება, იცი რომ ანუ თემა არის ის, რომ პერსონაჟი მე არ უნდა ამერიოს ორი პერსონაჟი ერთმანეთში, მიხვდი? როცა მე უსმენ ხმას ან რავი რაღაცას ვთქვათ, მოქმედებაში როცა ვხედავ, ხო? არ უნდა გავიხსენო რომ ეს ჯიმი ვინ არის, ქმარი არის, მიხვდი? აი ხა ყველაზე კარგად მაინც ჯიმის პერსონაჟი ჩანდა, იმიტომ რომ შეიძლება ის მე ბევრი ხალხი ბებია არ აგერევა. ბატონო? ვინა? კატა ხო. ნუ მაგ შეიძლება ის რაღაცა დედამამე ვერ დაიჭირო, დიდად ერთი მამას და მეორეს ვერ დაიჭერე, იმიტომ რომ მეც ვიძახი რომ მეც არ ვიცნობ დიდად ძალიან კარგად. ჯიმი მაგ პერსონაჟი არ არის. ჯიმი არის როგორი რაღაცა, იცი? აი ხო არის მუსიკაში ინტრო შესავალი, პირველი თემა, მეორე თემა. და არის გადამღერება. აი გადამღერესავით რეფრენივით აქ იქნება, იქ იქნება, იქ. ანუ ეს რაც მე გავაკეთე, არის ცოტა სხვანაირი ამბავი, რომელიც კეთილში კი შეიძლება თქვას, რომ მე ამ პერსონაჟს კარგად ვერ ხედავ და მე მესმის და შენ მართალი ხარ, მაგრამ აი მინდოდა რომ ეგრე გამეკეთებინა რა. ხო, ნუ არ ვიცი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მე ყოველთვის ვეძებ ხოლმე
ტიპი უნდა გაცოცხლდეს, აი რომ იმაშვები, ჩემში უნდა აღდგეს მკვდრეთით, ასე ვთქვათ, ჩემთვის. რა ეს პოსტმოდერნისტული რაღაცა ის არის რა, ნაწარმოები. ხო, ფაბულაც არა აქვს ესეთი რომ მიდიხარ და აი მოიწყინა 80 გვერდზე. ცოტას კარგავს რა იფანტება და მე რაღაცა კრიბავს რა, იმიტომ რომ თვითონ აი იდეა რასაც ვაწვევი. ანუ მაგ იდეიდან გამომდინარე, მე არ დავწერდი ტექსტს, რომელიც იქნებოდა ძალიან აღსაქმელი რა. პერსონაჟების თვალსაზრისით. მოდი ჯერ მე დავამთავრებ და მე შენ იმას კი. ძალიან საინტერესოა და ძალიან ხო, ანუ ეგ არის სუსტი მხარე, ვლაპარაკობთ რო არის რომ ხმადიდად არ იცნობა პერსონაჟები და კიდე რა თქვი? ანუ ის სუსტ მხარეზე ვამბობდი რომ ეგ არის, ანუ ჩემთვის თავარი ამბავია. ნუ ერთი ეგ არის და მეორე ხო, მეორე ამბავი არის ის რომ ცოტათი არის მეთქი გაბნეული, გაქცეული არის რა რაღაცეები. ანუ ამბები მოყოლის პროცესში არის გაქცეული. იმიტომ რომ თვითონ რა კი ერთიანი ღერძი და ფაბულა არ აქვს, ტექსტ არ არის რაღაცა აი A წერტილი და B წერტილამდე ამბავი. ნუ სადღაც კი უკავშირდება თქვა ჩინეთიდან იქამდე ჩადიხარ, მაგრამ იქ რაღაცა როგორ თქვა იცი რაღაცეები არის ცოტა ზედმეტი. ეხლა თუნდაც აი მაგალითად ეხლა ვიღაცას რო უთხრა რომ ისე ჩემს ვამბობ რომ თქვა ორგანული კავშირი ზუსტად დღეს უხსნიდი ჩემს მოსწავლეებს მაგას რომ შეუნა შექმნა რაღაცა მოვლენები და მოვლენებს შორის მე კავშირი უნდა იყოს ბუნებრივი. და თქვა შენ რომ ჩინელი ტიპი გეუბნება რომ საქართველოს რაღაცა ორბიტაზე რუსეთის თუ რაღაცის თემაზე მიდის ამ თემას აი ბახის იმისავით რა ქვია პრელუდია და ფუგასავით თქვა ამ პრელუდიას ფუგას გაგრძელება მე აღარ აქვს მიხდი ანუ ეს მე ეხა როგორც მკითხო და თქვა როგორც რედაქტორი ვფიქრობ რომ ეს თემა შეიძლება საერთოდ არც ყოფილიყო შენ უბრალოდ ამითი დემონსტრირება გააკეთე რომ ნახე რა მაგარი როჟა ვარ რომ მე ეს თემა რაღაც დონეზე ვიცოდი ან სხვაგან გინდოდა წასულიყავი ან შეიძლება მესამე ვარიანტიც იყოს რომ შენ ამითი მე მეუნები რომ მე ისეთ გაჩითულ სასტავში ვტრიალებ რომ ვიღაცა ჩინელი ტიპი მოდის და მეუნება შენი ქვეყნის ასე ვთქვათ გეოპოლიტიკური ვითარება 2020 წელს მეუნება 2026 წელს როგორი იქნება რომ თქვენ რუსეთის პონტში ხართ უკვე მორჩა თქვა რაღაცებს ნუ ფიქრობ 2020 წელს არ ეუნება მაგას 19 თუ 19 წელს თუ ეს ჩანაფიქრია, მაშინ ოკეი, მაგრამ თუ ეს ჩანაფიქრი არ არის, თემა არაფერს არ მაძლევს, მიხვდი? მაგ ნაწილს ზოგი რომ კითხულობს, გონია რომ საერთოდ მოგონილია, მიხვდი? ანუ აი რაღაც მოგონილზე არა, მე გეუბნები როგორც ის არის რა, ბოდვასავით. ხო, მე გეუბნები უბრალოდ დინამიკას ტექსტის გარვით. ანუ ესეთი რაღაცა იაღლიშები, ლაფსუსები ტექსტს აქვს. ეხა მაშინ როცა წავიკითხე, მაშინ ესენი ვერ დავამუღამე, ვერ მივხვდი, მაგრამ ეხა წიგნში რო წავიკითხე, მივხვდი რომ აი ამისი რაღაცეების შესწორება შეიძლებოდა ვთქვათ, უფრო მეტი დაწერილიყო ისეთ დეტალებზე, რაც მე მაგალითად საერთოდ არ ვიცოდი, ეხა ამერიკაში რო ვიყავ, ეგ ვაფშე არც გამიგია, რომ სადგომზე რო საათნახევარი მანქანას გააჩერებ, შენ რომ გამოხვიდე აღარ დაქვს, ხა? ხო, უნდა გამოხვიდე რაღაცა იმას აქნა, რაღაცა ის. მე იხდი ერთ ბაშად რო გადაიხადო, ვერ გადაიხდი, იმიტომ რომ ის გეუბნება რომ დროზე დაახვია აქედან რა. ხო და მე პირიქით მეგონა რომ მოდი ბევრი დახარჯე, მაგრამ როგორც ჩანს, ეგეც საინტერესო ის არის დამოკიდებული. აი, ეგეთი დეტალები ამ წიგნს რო კიდე უფრო მეტად ქონოდა ეგ იყო ყველაზე ძალიან ისეთი, ხო. ხო, რაღაცა ვიფიქრე მაგ ნაწილებზე მე თქვი ეგება ვასწავლე. აი, ამ ნაწილს განვაცობდი ცოტა უფრო მეტად და ზოგადად ვფიქრობ, რომ თქვათ, შემდეგი წიგნს თუ თქვათ პირობითად კონკრეტულად ადგები და დაწერ სამოგზაურო პროზას მინარევების და რაღაცეების გარეშე უფრო აი აქცენტირებულად თუ დაწერ, შეიძლება ძალიან მაგარი გამოვიდეს, იმიტომ რომ დეტალებს საკაიფოდ აქცევ რაღაცეებს ყურადღებას, მიხვდი? ხო, აი მე მეგონა პირიქით, სულ პირიქით ყოფილა, აი არ იყო საინტერესო. პირიქით მე რა, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ხა. მით უმეტეს დამყოფი როცა ვარ და რომ რაღაცა ის დეტალები რაცა ეხა იგივე სომხების თემა რომ ჩადიხარ და სადღაც სხვაგან კი არ უნდა ეძებო ეს ამბავი, კაცო, პირდაპირ მიდიხარ და ზუსტად თან ეს ტიპაჟი რა მაგარია ებრაელების უბანში რომ დასახლდა და იქ რომ დაალაგა ამბები რა, რაღაც აი ეს ეროვნული ეთნიკური ნიუანსებით საინტერესოდ შემოდის. მე დაცლილია ამ რაღაცა იმეებისგან, აი მიკუთნობილებისგან, რაც კარგი ამ ტექსტში არის ის რომ აი ჩვენ და მიუხედავად იმისა რომ აი
საქართველოს მიმართ იგრძნობა რაღაცა ტიპის სენტიმენტები, აი ზედმეტი რაღაცა აოიე და ვაშა და ჩოხა და ხანჯალი და მიყვარხარ და სამშობლო და რაღაცები არ არის. ანუ კოსმოპოლიტიკური ტექსტი არის, ეგ ძალიან საინტერესოა და ამის მიუხედავად მაინც იგრძნობა, რომ ამ ქვეყანასთან ბმა და კავშირი აქვს ისეთი საინტერესო და საგანგებო. საინტერესო ხაზი იყო, ასევე რაც არ განევრცო კარგად, ესე იგი, ბებიის დაკარგული შვილის ისტორია, მე მარიამს დაგაკავშირებდა ვეძებ ჯგუფის ადმინისტრატორია და ეგ მოგაძებდნენ. და ვერ მოძებნა. ხო და ის არა ვქო. ეგ ხაზიც შეიძლება საინტერესოდ რაღაცნაირად არ ვიცი, უფრო მეტად განვითარებულიყო რაღაც ამბავში და კიდე ერთი მნიშვნელოვანი ამბავი. იყო თურმე ის ხო კაი. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც წიგნის საერთო კონცეფციას ხსნის და ასევე ფილოსოფია და ასევე ავტორის მოსაზრება და ასევე ამასაც მე არ ამაში ვეთანხმები უკვე რაღაც დონეზე, არის ის, რომ თუ მიაქციეთ ყურადღება, როცა მარიკა პერსონაჟი რაღაც ამბებს გიყვება, აღმოაჩენ, რომ მისი მთელი ცხოვრება განპირობებული არის სხვა ადამიანების ამბებით. იქ ვიღაცა რაღაცაზე რო ტირის, იქ ვიღაცა რაღაცას რო ამბობს. ანუ ეს უკვე ძალიან საინტერესო კონცეფციაა, რომ ჩვენი აღზრდის ნაწილში იქ წინაპრების თუ დედების, მამების და მშობლების და ბებიების და ბაბუების მოყოლილი ისტორიები ჩვენზე როგორ ახდენს ზეგავლენას და ჩვენ როგორ მოქმედებთ ისე რომ ჩვენ არა ვართ. ოღონდ ეს 99.9%-ია, 1% რჩება ჩემი თავისუფალი მე. შენ ამბობ რომ შენ ამასაც 1%-საც მართმევ. მე ამაში არ გეთანხმები. არა, 1%-ს არ გართმევ, შეიძლება მანდ არ არის სწორი. მე გეუბნები რომ შენი თავისუფლება როგორც ჯოისტიკს და კნოპკები, ისე არის შემოსაზღვრული. ანუ ის მოცემულობა, რომელიც შენ გაქვს და ვითომ თავისუფლება გაქვს, სინამდვილეში თავისუფლება არ არის. ის შენი თავისუფალი არჩევანიც არის შემოსაზღვრული. ხო, არა, ხო. ანუ მოცემულობა ისე აქ ეს კარგად ჩანს, რომ ანუ იგივე ხო გეუბნები წინასწარ რო არის რაღაცეები ისეთ გათვლილი და განპირობებული და თვითონ ეს ფსიქოტიპიც ამ პერსონაჟის კარგად ჩანს იქ რაღაცებს რო აკვრევინებენ ის შოპენს რო დაუკრავს და მე იმას და ეს დაბრუნდება და რო ანუ თამაშის იმაში რო შედის იმ თავის ქმართან სანამ დაუჯახდები. ხო, ეს დეტალები კარგად ჩანს, მაგრამ ჩანს კიდე ისიც რომ საკუთარი ცხოვრებით არ ცხოვრობს. პერსონაჟი რეალურად საკუთარი ცხოვრებით არ ცხოვრობს საკუთარი ცხოვრებით. ხო, ნუ რა ვიცი ხე. არა, ისე ფილოსოფიურად თქვა წიგნიდან რო გავიდეთ. საკუთარი ცხოვრება არის პასუხისგებლობები რაღაცა, რაც შენ თავზე უნდა აიღო, უფლებები, რომელიც უნდა გამოიყენო და შენი შეგრძნება სამყაროში ეს უკვე ესეთი ამბავია თუ ფუფუნება გაქვს, ესთეტიკა ეძება. ხო და ბარემ ეხა ავტომატურად გადმოვიდეთ შენზე და გითხარი შენ რა ჩადე ამ წიგში, ჩვენ რა დავინახეთ ერთია და მეორეა შენ რა ჩადე თვითონ. ხო, მე რა ჩავდე და საერთოდ ლიტერატურაში, კიდე ცხოვრებაშიც მახასიათებს, რომ აი ის წიგნები უფრო არის სხვანაირი წიგნები და მინდოდა დამეწერა ამ სტილში. მე არ მინდოდა რომ ეს ყოფილიყო რაღაც ლიტერატურულად სწორად დაწერილი წიგნი, გულისხმობ აი რაც არის მოყვება თავისი კანონები როგორც მუსიკაში არის. თავიდანვე ვიცოდი რომ უნდა დამეწერა ცოტა ფორმა, ექსპერიმენტი უნდა გამეკეთებინა, თუნდაც ისეთი ექსპერიმენტი რომელსაც შეიძლება და გამოეწვია უკმაყოფილება რომ აი ჩვენ გვაინტერესებს გმინის ისტორია და შენ შუა ნაწილიდან უხვევ და სხვა რაღაცეებს შლი და ისე და ანუ მინდოდა ყოფილიყო ამ ფორმით დაწერილი ეს წიგნი. რომელიც ჩემთვის საინტერესო იქნება და როგორი გამოვიდოდა. პერსონაჟი, რომელიც არის და ამ შემთხვევაში პროტაგონისტი ვარ მე მინდოდა ყოფილიყო ეს იმ კუთხით დამეწერა, რომ მარტო ჩემ თავზე რომ დამეწერა, ვერ დავიწერდი სხვა ადამიანებთან საერთო რამ აქვს. ანუ თქვა სიტყვაზე არსებობს ანა კარენინა პერსონაჟი, ხა ისეთ და არსებობს მადამ ბოვარი. ესე იგი, მადამ ბოვარის პერსონაჟი და ანა კარენინას პერსონაჟი, ხო, რომ სტატისტიკა აიღო. რამდენი ქალი დაინახავს იქ თავის და რამდენი ქალი დაინახავს აქ თავის. ანუ ამის პარალელს იმიტომ ვავლებ, რომ მე რო დამეწერა ეს წიგნი სხვანაირად, უფრო ვთქვათ, შინაურ დონეზე გეუბნები, როგორიც მე ვარ. ეგეთი არ მინდოდა, მე მინდოდა ის კრეფსითი საერთო მომეძებნა, რაც გავიდოდა სხვა ტიპის მშობელზე და უმრავლესობა, ანუ აქ მინდოდა დამეჭირა მკითხველი, როგორც თქვათ იმ შემთხვევაში, ვინც თავის თავს დაინახავდა. ეს ხო ტექნიკური დეტალი. და თან ეს უნდა ყოფილიყო ისეთი პერსონაჟი, რომელიც იქნებოდა უამრავი ნაკლის მქონე და ყველა ადამიანი მიდრეკილები ვართ სისუსტეებისკენ და ყველა ადამიანი მიდრეკილი იმისკენ, რომ არ არის სრულყოფილი და არ არის სწორი. ანუ ამ კუთხიდან მინდოდა დამეწირა ეს წიგნი, რომელშიც მე გულწრფელი ვიყავი, როცა ვწერდი. უბრალოდ
იმ წახნაგს და იმ კუთხეს შევეხე, რაც ჩემი აზრით მაინტერესებდა თუ ვისთვის დავწერე ეს წიგნი, რომ იყო თავიდან შეკითხვა, იყო რა მშობელზე დაწერილი იყო რა, რაღაც კუთხით რა. და იმაზე იყო გამახვილებული ყურადღება, რაც შეიძლება მე მაკავშირებდეს სხვა მშობლებთან, როგორც ქართულ ბევრ რამე გვაკავშირებს ჩვენ სხვაობა ძალიან ნაკლებია. მერე იყო თვითონ ადამიანი, როგორც სამყაროში, სხვა ქვეყანაში, სხვა მოცემულობაში, როგორ არის და როგორ პოულობს თავის თავს. ზოგადად ამერიკას ახასიათებს ერთი მაგია. ამერიკა მე ვიტყვი და გახსნილი ვარ სადისკუსიოდ არის მატერიკის ის ნაწილი, სადაც არსად ისეთი მარტო არა ხარ, როგორც ხარ ამერიკაში. ამერიკაში ხარ შენ ადამიანი, რომელიც გრძნობ, რომ აი სრულიად მარტო ხარ. ეს შეგრძნება ისეთი გამძაფრებულია და მე რო დავეკითხე თვითონ იქაურ ადამიანებსაც რო დავაკვირდი, ჩემი შვილის კურსელები იქნებოდნენ თუ თან ხო, საერთოდ კოშმარი ეს ჩემი ყველაზე ბნელი მხარი არის, რომ მე შემიძლია არახუმანურ და არა ვთქვათ ტოლერანტ ადამიანად ვიქცე და ხო, კი. არა, ჰობოები სერიოზული პრობლემა არის. ეგ გამახსენენ რომელი ამბავი? ანუ რო დადიან ბომჟები, რომლებიც ხო, ცხოვრობენ, ანუ 1-2 კი არ ცხოვრობს, არის მთელი, აი რა ვიცი 100, 200 ერთად დადიან. კი, შემთხვევით მოხდი მაგ რაიონში და ხო, მქონდა სურვილი ესე მოქცეულიყავი. ხო, და აი ამ კუთხიდან დაიწერა უფრო ეს წიგნი და შენ არსად ისე მკაფიოდ არ გძნობ, რომ ყველაფერი არის ფეიკი და დეკორაცია, როგორც რომ აი მთავარ ჩვენაზეც გავიზარდეთ 90-იანების თაობარო ფილმებში რომ უყურებდით რომ ჰოლივუდი და რაღაცა და რომანტიკა, აი როგორ გძნობ რომ ფეიკია, იცი? რომ აი რაღაცა დეპრესიის ზღვარზე დგები, რომ ყოფნა არ ყოფნა კი არა და ეს არჩევანია უკვე ყოფნა არ ყოფნა. ვართ თუ არ ვართ საკითხავი ეს არის. ანუ ეს ამბავი ჩდება რა შენ თავში რა. აი რეალურად ჩვენი არსებობა პროგრამული რაღაცა არის, სადაც ჩვენ დაჯერებული გვაქვს რომ ვარსებობთ, პიროვნებები გვაქვს, იდენტობა გვაქვს, თავისუფალი არჩევანი გვაქვს. თუ მან ის პარალელი ჩინეთთან საინტერესოა, რომ ჩინეთი და ამერიკის გადასვლის თემა რაც იყო რა, რომ ანუ ერთი ხო ტოტალიტარული გემოვნების კომუნისტური ის არის თითქოს სახელმწიფო, მეორე თავისუფალი და რეალურად გადაძახილი არის, რომ სინამდვილეში ეს ერთი და იგივე ამბავია. რა თქმა უნდა, ერთი და იგივე არის. იქაც და ჩინეთშიც ადამიანები, იქ უბრალოდ რაში არის განსხვავება, თუნდაც რუსეთის პარალელიც რო არის საელჩოს რიგში რო მოძრაობა რო ეზღუდება იქიდან ხო ეგრე იწყება, რომ გადაადგილება რო აღარ შეუძლია. ჩინეთში ხო, მაგარია. სინამდვილეში მან რა მოხდა? ჩვენი თქვათ ეს წიგში არ არის, მაგრამ ჩემ ახმას გეტყვით. ჩვენ რაღაც გარკვეული ტიპის ადამიანებზე, როდესაც ჩვენ ტვინი გვაქვს ესეთი მოწყობილი, გამშვით რო დავინახავ გურამს, მე რომც არ მინდოდეს რაღაცა დასკვნას ვაყალიბებ, რომ როგორი ხასიათი აქვს, რა ემოცია აქვს და ეს არის რაღაცა, რომ ჩვენ აღვიქვავთ რა, პერსო თქვენ შემოგხედავთ, ჩემი ასოციაცია თქვენს პერსონაზე, შენზე. ანუ ეს ჯაჯინგ არის ჩვენთვის დამახასიათებელი, როგორ ვთქვათ, ფუნქცია. შენ ვერ თავ ამ ფუნქციას და უცებ ხვდები ქვეყანაში, სადაც დადიან ადამიანები, აი იმდენი დადიან, რომ ცუდად ახარ, აღარ შეგიძლია წარმოიდგინეთ, რომ აი საქართველოს მოსახლეობა ნახოთ ერთ ქუჩაზე 3 მილიონი ადამიანი მიდის და მოდის და უყურებ ამ ადამიანებს და ვერ ხვდები საერთოდ ვინ არიან, რა უნდათ, ემოცია აქვთ, არა აქვთ. და ეს შენ ადამიანს ხო იმისიაშინია, რაც არ იცის, ხო? აი შიში სიკვდილის რა არის შეუცნობელი, არ ვიცით რა ხდება რა და მაგიტომაც გვეშინია. იმ ადამიანებს რო უყურებ, ვერაფერს ვერ ხვდები. აი საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება და ეს იწვევს კი, ეს იწვევს შენთვის კატასტროფულ. თან მათი ემოცია რო უყურებ, არ არის ემოცია. არც გაბრაზება, არც სიხარულია, შეიძლება ეს ჩემი ხო, ინერტულები და აი როგორი ხარ, იცი, ვეღარ გადაადგილდები, იმიტომ რომ გონია რომ რაღაცა სად მოხდი ღმერთო. აი ამოცემულობაში ყოფნა არ მინდა, რაც არ უნდა საქმეს ვაკეთებდე. მე კიდევ მათ აქვთ კულტურული სხვაობა ჩვენთან, მე რო საქმე დამიჭერია და ბიზნესის გამო ვიყავი. აი მართლა ერთს გეუბნებიან, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ. ეს მათი კულტურაა, ცუდია, კარგია კი არ არის. მათი კულტურაა, რომ ეგეთი ხალხი არის, თავიანთი სუბორდინაცია აქვს, იქ მაგალითად იერარქია არის, რომ როდესაც შენ ყავს უფროსი, აი უფროსი არის ღმერთივით. ეგენი ხო არ არიან მორწმუნე ხალხი რა? და რაღაცა ღმერთი და თქვა ჩვენ რო გვაქვს სასულიერო პირებზე, ვინც არის მორწმუნე და რაღაც კათალიკოს პატრიარქი ხო ავტორიტეტია, იქ არის კორპორაციის უფროსი ეგ. ხო და აი როგორი რაღაცა იცი ჩვენთან ჩინეთზე უნდა დაწეროთ წიგნი ცალკე. არა, იქ მოხვედრაც არ მინდა.
მე ვიყავი ორჯერ, ვიყავი თითქმის ერთი თვე ერთხელ, მეორეჯერ ვიყავი 2 კვირა და რო ჩამოვედი და წავედი ამერიკაში. იმიტომ რომ ჩვენ გვაინტერესებს ეხლა ჩინეთი ძალიან მე მაგალითად ეხლა რო აი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ერთი თვე ჩინეთში და მეც დავწერდი რაღაცას. ვაიმე, იმოგზაურე და შენ დაწერე, იმიტომ რომ ჩემთვის ისეთი ტრამბულია. ხო და თან რა არის, იცი, უცებ გონია რომ ეს ხალხი, რომელიც ნეიტრალურია შენს მიმართ და მოდის და ცხვირზე ხელს კიდებს და რაღაც ევროპელია, უცებ იმ ვიღაც კორპორაციულ შეფს არ მოეწონები და ფილმებში რო არის ვამპირებზე, ყველა რომ მოტრიალდება და დაგფლითავენ, არის ზიუსკიდის რომანი რო არის, პარფიუმერი რო დაგლიჯავენ ერთმანეთს. აი ეგეთი მომენტი გაქვს, რომ ეხა ყველა მოტრიალდება და გაგხლებს შუაში, რაღაცას დაგლიჯავს. კი, ანუ ეხლა როგორ არის, იცი, მანდაც არის პროვინციები და მანდაც არის შედარებული, აი მეგაპოლისები განვითარებული, სადაც შედარებით ნაკლებია. მაგრამ შენ რო სოფლებში ჩახვალ, ინდოეთშიც ეგრე არის, ხო ვიყავი ინდოეთშიც, მაგრამ ინდოეთში ძალიან წყნარი და ბედნიერი ვიყავი და აი რა ვიცი, ის სიგარებიც არ მაინტერესებდა, ის სუნიც არ მაინტერესა, აი რაღაცა, აი ხალხი შინაგან განზრობას გრძნობდი, რომ აი გასული იყვნენ და ბუდა და რაღაცა და აქ ჩინეთში, რა ვიცი, ჩემთვის იყო კოშმარი მოგზაურობა და ეს ხალხი ხო არის ამ კორპორაციის მონა და ვთქვათ იქ რაღაც გაგებაა რომ შენი და უნდა იშრომოთ. ამერიკაში გეუბნებიან რომ შენ თავისუფალი ადამიანი ხარ, თუ გინდა ცხოველზე იქორწინე, თუ გინდა სქესი არ კონდეს, მაგრამ ჩვენ შენ ჯიბეზე გვაქვს ხელი მოჭერილი. და ეს ჯიბეზე ხელის მოჭერა რა არის? მარტივი კრედიტები, მარტივი ფინანსური შესაძლებლობები, ოპ, იქ თუ მოიპარა, მაგალითად, კაცი რომ მოკლა ამერიკაში, გამომიშვებენ. მართალია ბევრ შტატებში არის სიკვდილიც დასჯა, გადასახადი რომ დაამალო შანსი არ არის, რომ ციხიდან გამოხვიდე რა. ანუ იქაც შენ ხარ კორპორაციის მონა, იქაც 80% იბრძვის რომ გადასახადი გადაიხადოს და თავისუფალი არჩევანია, რაც საჭმელიც გინდა იყიდე, რაც საჭმელიც გინდა იყიდე, მაგრამ თვითონ მოცემულობა ამ კაპიტალიზმის არის მონათფლობელური. ეხლა რასაც ვამ ილუზია, მონათფლობელი. მონა უფრო ძვირი შესანახი იყო, რომ დაუკვირდე ამ გადმოსახედი, იმიტომ რომ მონისთვის უნდა მიგეცა შენ სახლი, რომელშიც იცხოვრებდა და ის არ იხდიდა იმის გადასახადს და ქონდა იქ შესაბამისი, ხა მაშინ შუქი არ იყო განვითარებული და რაღაც კომუნალური გადასახადები, კანალიზაცია, საირიგაციო სისტემა და შენი მონის რჩენა უფრო ძვირი გიჯდებოდა, ვიდრე დღეს კაპიტალიზმში, იმიტომ რომ იმას ეუბნები, რომ შენი საკუთრება არის. ბინა არის, შეგიძლია შეხვიდე, კრედიტი გადაიხადე. და ის მონა, იცი როგორ იყო? აქ ამერიკაში შენ მუშაობ 24 საათი ასწორებ და ის გაქვს რომ აი ქანს გაწყვეტილ ცხენებს კლავენო. მარათონია რა, ჩვეულებრივი რა, რომელიც შენ გინდა რაღაცა ცხოვრებას გინდა რომ მიაღწიო და კარგია რომ ის დიდრები არ მოგწონს, იმიტომ რომ შენ გონია რომ შენი მთელი პრობლემა არის რომ ფული არ აქვს. და მუშაობ, აგროვებ, რაღაცებს ყიდულობ, მიდიხარ, მოდიხარ და ბაც და ფლეშბექი უცებ ხარ დიდარი და ხედავ რომ მაგარ ფეიქში ცხოვრობ რა. ანუ გაჭირვებული ხარ რა რეალურად, იმიტომ რომ ის ადამიანი შენზე მაგარ პონჩია, იმას ილუზია აქვს რომ რაღაცა არ აქვს და იმას რომ შეიძენს და ის რომ ექნება დაისვენებს, მართლა დაისვენებს ერთი თვე ფეხი ფეხზე გადადებს და მე ეწყება დეპრესია, როგორც ლატარის მოგებული ტიპების, აი დაგუგლეთ ისტორია. იმიტომ რომ ცხოვრების მოცემულობაა ეს. ცხოვრების მოცემულობა არის რაღაც კატასტროფა. შენ თუ რაღაცის არ გჯერა და რაღაცაზე არ ფიქრობ, რომ ის შენ მოცემულობას შეცვლის, იწყება აი ფაზა, რომ მიხვდები, რომ ეკლესიას და ბიბლიიდან ამაოებაა. ნაკლებად ეგ მომენტი ყველგანაა. ყველგანაა. თავისუფალი არაფრის მქონე ადამიანი ყველგან თავისუფალია. და არაფრის მქონე იქნება, საქართველოს იქნება თუ სად იქნება. განსხვავება რაშია? თუ მარტოხელა ტიპი ხარ და არ გჭირდება არავინ და შენ მოგზაური ტიპი ხარ და ცხოვრების არ გეშინია, უფრო კარგად ხარ, მაგრამ როდესაც შენ სოციალურ პასუხისმგებლობას იღებ, როდესაც ყავს ოჯახი, როდესაც ყავს საზრუნავი ადამიანები, აი ემოციურ მომენტშიც იწყება შენი მონობა. აი ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ როგორი მომენტია, იცი რომ თვითონ მოცემულობა ცხოვრების ისეთი არის, რომ ილუზიაა და ფეიკია ეს ყველაფერი. რა შენ რაღაც მომენტში მიდიხარ, იქ დგები და ხვდები რომ მოკლედ რა, კაი იყო, სანამ იქ მიხვიდოდი რა, ეგ თემაა რა. ხო და ეს ამ წიგნში არ არის ესე, უფრო სხვა კუთხით დავწერე, იმიტომ რომ ეს იქნებოდა სხვანაირი წიგნი ხა ეს რო დაწერო, თან კარგი ემოციას ნაკლებად დაგიტოვებს. იმიტომ რომ მაშინ უნდა დაამთავრო ეს წიგნი ესე, რომ თავარი არის ცხოვრებაში პატარ-პატარა დღესასწაულები და ისწავლო რაღაც მცირედით, რომ კმაყოფილი ხარ რა და მე ფაზა არის კიდე ერთი ცხოვრებაში, რომ შენ ვეღარ ბოდიში და кайფობ ამით და გეწყება, რომ აი
ჩემს შვილს მოწონს, დედა ჩემი ბედნიერია, წავიყვანოთ დასასვენებლად, უყიდოთ რაღაც ახალი, დაგიფიქსირებიათ მომენტი, რომ თქვენი შვილებისთვის უფრო უანგაროდ გასცემთ და შეგიძლიათ დახარჯოთ ან ვიღაც ადამიანისთვის და შენ თავს სინამდვილე ხო, სინამდვილე ჟახტება მან. თავიდან გამოდის, რომ შენ ადამიანი ხარ, რომელსაც შეგიძლია რომ ალტრუისტი იყო. მან რა იმალება, იცი? შენ ვეღარ გსიამოვნებს. და გადასული ხარ იმ ფაზაზე, რომ ის ადამიანი რომ განიცდის იმას, რომ ჯერ რაღაც სხვა მოლოდინი აქვს სამყაროზე და სხვა სიხარულები აქვს, აი მაგის ყურება მოგწონს რა. ხო და რა ვიცი, საიდან საწავედი, ახლა ფეიკებამდე მივედი. ანუ მე აქ თემას დავარქვი ფეიკი. ფეიკი რატო არის? ფეიკი არის ის, რაც შენ გონია, რომ ნამდვილია და ზუსტია და აი შენ შეგრძნებას გაძლევს, რომ აი ყველაზე მეტად შენი სიცოცხლე, შენი არსებობა მაგაში ჩანს. მიდიხარ იმ წერტილამდე და ხვდები, რომ ფეიკია რა. ანუ დევალვირდება რა. არ არის. სინამდვილეში არ არსებობს. ხო, რა, უკან ბრუნდები რა, ხო და ამ ხრივ გამომიდო და აი სპეციალურად დავწერე, აი ცოტა ისე დავწერე რა, მაინც რა, გაუფრთხილდი რა. რაღაც ეხა რასაც რა ვიცი თუ დავწერ, რასაც წერ ის საერთოდ სურეალიზმია და სხვა ყოფაზე არის, არ ვიცი მოთხრობ. მივატომე სიმართლე ვთქვა, იმიტომ რომ რაღაცნაირად რაღაც მომენტში გაქვს რომ შენ თავში ხო არის ეს ინფორმაცია, მაგრამ აი რო თქვი წიგნებს შენთვის ხო არ წერო. მკითხველი თუ არ ყავს, მაგარ წერ რა. არ გაინტერესებს, იმიტომ რომ შენთვის იცი. სამი ვართ, ეხა ორიც შემოემატება და მე რაღაცა იქნება. ხო, ეგ კარგია, რატო იცი, იმიტომ რომ ადამიანი არის ცოცხალი არსება, რომელიც მიდრეკილი არის საზოგადოების გარეშე, შანსი არ აქვს რა. და ეს საზოგადოება, როცა იცი, რომ შენც რაღაცას იზიარებს, რომც აკრიტიკებდეს მაგარი რაღაცა არის. აი სულ რომ გამოვიდეს და თქვას, რომ ცუდია, ანუ ინტერაქციაში ხარ შენ და ეს კარგია რა. ის საშინელებაა, რომ გამოვლენ და იტყვიან, რომ აი გენია, ჩემი აღქმით შეიძლება რაღაც ფსიქოტიპს მოწონს რა. გამოწვევაა შენთვის რა, გეუბნება, რომ ვის არ მომეწონა, ის ესე იყო და შენ ფიქრობ, მე ტვინში გრჩება ეს ინფორმაცია და მიზანი გაქვს, რომ რაღაც დაინახო და მე სხვანაირად დაანახო რა. ხო და ანუ მკითხველი არის საჭირო რა, მოკლეს რომ ადამიანმა წეროს. პირველ წიგნს რო წერდი, არ მაინტერესებდა მკითხველი, მაგრად არ მაინტერესებდა. მეორე წიგნი არ ვარ გაარაფრად. მესამე წიგნი მოთხრობების კრებული. აი ეხაც რო ვკითხულობ, ნორმალური არის. მეოთხეს ეს მეხუთე ჯობია და აი ეხა რამეს თუ დავწერ, აუცილებლად, აი შენც არ გაქვს ეგ მომენტი, რომ მკითხველი გინდა რა. ეს მეხუთე არის, ხო? ხო, ეს მეხუთე არის რა. აი მკითხველის გარეშე რო წერო, აი არ ვიცი. ამ შეხვედრების მიზანი ეგ არის, რომ აი ეს ინტერაქცია იწყება. ეხა მე არ ვიცი შენთვის ეს შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა არ აღმოჩნდა, მაგრამ თავისთავად პრინციპი მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი არის. ეგ პრინციპი მიყვარს მე, იმიტომ რომ აი პირდაპირ შედიხარ კომუნიკაციაში და შენ უნდა გყავდეს პუბლიკა, ვინც გეტყვის ისეთ რაღაცას, რაც შენთვის არის მიუღებელი. მიუღებელი კი არა, ვერ ხედავ ეგრე. მაგრამ ეგ არის ჩემთვის საინტერესო, იმიტომ რომ ის ადამიანი ხედავს ისე. და სხვა ადამიანი კიდე რაღაცას ხედავს, შეიძლება რაც შენ საერთოდ წიგნში არ გიწერია რა. შეიძლება დაინახოს ისეთი რაღაცა, რომ შენ არ გიფიქრია. მაგრამ თავარი რა არის, იცი, ვიღაცა უნდა ხედავდეს მკითხველი იმ მიმართულებით და ისე, როგორც შენ დაწერე. და ეგ შენ რას გეუბნება, იცი, რომ გეუბნება, რომ შენი გვესმის. და ეგეც საჭირო არის რა. და შენ არსებ. ხო, შენ არსებობ რა, შენ არსებობას განამტკიცებს და ცოტა იცი რა იყოს ფეიკი, თილიანად არსებობის მოცემულობა, მაგრამ მაინც ასწორებს რა, აი მანდ მიდიხარ რა. საინტერესოა. მაგათი ერთ ნამდვილ ამბავს გემოგიყვება. ნამდვილ ამბავს. ნუ სახელმწიფო გვერდს აზრი არ აქვს, რომ დავასახელო გურამი კი იცნობს რა. დღეს ჩაუშვი ამ პიროვნების მისი რედაქტორი ვარ, არ ვიცი, ნაყიდი თუ როგორი წარმოდგენა არა მაქვს. მე ესეთ პიროვნებასთან არ მქონია ურთიერთობა არასდროს. ანუ რაც თქვი ახლა შენ და რაც მანამდე მე ვიკითხე, რომ მკითხველი საჭიროა მეთქი. მკითხველი ეს ტიპი რას ამბობს? უკვე მე-18 წიგნი ჩაუშვი სტამბაში და ვიხდით უკვე ვიცარი, აი გარდა თქვა რომ მე-18 წიგნი წაჩაუშვი. ხო. და მაგ-18-ის გარდა 12 ენაზე ნათარგმნი. სხვადასხვა ენაზე. აღარ გააგრძელებ. ხო და რას მეუბნება იცი ეს კაცი რომ მე არ მაინტერესებს რა. არავის ეს არ მაინტერესებს. იმიტომ რომ, ნახეთ, იმიტომ რომ მე მწერალი არა ვარ. არც პოეტი ვარ. მე ამას რომ ბეჭდავ, არც შენ. ფული არ მჭირდება.
აქედან მე ამას ვეშთავ და ციგნად გამოუშვებ. პირობითად 1000 ტირაჟი იქნება თუ 500 იქნება თუ რამდენიც იქნება, მე აქედან სარგებელი არ მაინტერესებს. არც არის. მე ვეუბნებ, არა, ამბობს არ ვარ მე მწერალი ხალხო. არც მხატვარი არა ვარ ამბობს. არც სკულპტორი არა ვარ ამბობს. მაგრამ სკულპტურები, მისი სკულპტურები ყველა კონტინენტზე დგას, ყველაზე. ავსტრია მელბურნში 2 დგას ერთ-ერთ აეროპორტში. და ტიპი თავს არ დებს, არა, ამბობს არა ვარ სკულპტორი. ისა რა ქვია. არა ვარ მწერალი იძახის. რა კიღა ციგნებზე და წერილობაზე და ლექსზე და მოთხრობაზე ვსაუბრობთ, ხო? არა ვარ, მე არც მწერალი ვარ და არც პოეტი არა ვარ. მაგრამ აგერ ვწერ. რომ ვეუბნები ბატონო ესა და ესა. აი ვისთვის წერ? ჩემთვის. მე მიხარია რომ წერ. მაგრამ არა ამბობს რომ არა სტილი არ მაინტერესებს სტილი. ვეუბნები რომ ბატონო ჩემო არ არის ეს სწორი ფორმა, არ არის ლიტერატურა, ეს ლიტერატურა კი არა, საერთოდ ქართული არ არის. არ მაინტერესებს, არის თუ არა ქართული. ვინმეს რამე უშავდება ამით მე რო წიგს. არა ვეუბნები. ხო და აი ნახეთ, ტიპი ამბობს რომ მე მკითხველი არ მჭირდება. მე თვითონ ვარ მკითხველი. რავი ზოგს რამდენს არა ცირეს არა შეთაშორის ცირეს არა და ყველაზე კაი რაც გააკეთა ამ ადამიანმა მაპატიეთ ნამდვილ ამბავს ყვები ყველაზე კარგი რაც გააკეთა მე შემოვთავაზე ეს პროექტი მაგრამ მე უთხარი ვერ გავკაჩავ მეთქი რა სკრუპულოზური გონების პატრონია დათვალა ზუსტად თავისი ტირაჟიდან და გამოცემული წიგნებიდან მე არ ვიცი რა მეთოდებით გადაიყვანა ხეებში ანუ რა რაოდენობის მერქანი დასჭირდებოდა პირობითად ვამბობ ხუთა და ფული ჩადო თანხა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არ გვევინებს ნერგებს ხეებს და ამბობს რომ ეს იმის სანაცვლოდ რომ მე ჩემი წიგნები იბეჭდება ქაღალდი ხო ხისგან კეთდება ამბობს მე ზარალი მივაყენე ბუნებას ოკეი ერთხელ მქონდა ჩვენ საუბარი რომ მეთქი ბატონჩემო ამდენი წიგნი რომ გამოდის ისა რა ქვია ხეხ ოი რა კარგი იდეა მითხარი შენო და თუ შენ გააკეთებო შენ გადაგიხდიო თანხასო და უზრუნველყავი ნერგებს ყიდულობს ზუსტად იმდენ დაახლოებით არ ვიცი გერმანიას არ იქნება მაგდენი ნერგი დარგული რაც ამ კაცს აქვს დარგული სხვადასხვა იმეებში რა ქვია პერსონაჟად გამოიყენა აი ჩვენ გამოგვადგება ეს არ ვიცი გრამი შევახვედრე და გრამი მეორე ტექსტი არ დავანახო არ მithkoms ეგრე აი ვამბობ ახლა პირობითად და აი ზუსტად ეგ პიროვნება ამბობს კაცი რომ არ მინდა მკითხველი რომ არ წაიკითხავს ნუ წაიკითხავს მე ხო ვკითხულობ და მომწონს კი კაპიტალისტური რჩევა მოგცეთ მე რა შუაში ვარ იმას თუ მისცე ხო კაპიტალიზმია მოიტანა წიგნი შეუსწორეთ ადვენზია და ოკეი არა ჰონორარი გამოართვით ეხლა მასე ვაკეთებ თორე პირველ 2 წიგნზე თქვენ გენახათ ისინი დაფრინავდა მაგის კაბინეტში რა ქვია უბრალოდ ის მესროდა ხოლმე მე ვერ უბრალოდ ხურდას ხარას მესროდა ხარ პირობითად ხუბრებით ვამბობ სამკვდრო საერთო ომი გქონდა გაცო პირველ წიგნზე მეთქი არ შეიძლება შენ მოკლეს თუ გადარჩი მე დამჭრეს და იმის მე დავნები და ტყვედ ჩავბარდი მე და ეხლა ტყვევა თორე ტიპმა ხო გავნები გადაყვანილი აქვს ხეებში და რამდენი ხეზე ეხლა ალბათ ირგვება 1.50 ხეს რაღაცა ეხლა ჩაირგო მიწა ეხება არა მართლა პერმანენტული პროცესი არ უნდა ჩემთანაც არ იხდება ჩემი აგარაკის ირგვლივ რო დარგოს ხეები არ უნდა კარგად კარგი ადამიანია თავისი წიგნის წერი თქვენ გასაქმეთ სტამბას ფულს რა ბედნიერია საუბარი რა პრობლემაა ხო მას დასამალის არაფერი არსენ ბონენტაზია კაცი სულ არის არა უშავს ბატონებმა ისედაც ეს სამ ექიმი რეპროდუქტოლოგი ყოველდღიურად მაგის კლინიკაში საწყალი იყურება სადღაც არა პროდუქტოლოგი არა რას ლაპარაკობ კაცი რეპროდუქტოლოგი ყოველდღიურად მაგის კლინიკაში იქნება 4 ახალი სიცოცხლე ხალხო ნუ ეხუმრებით მაგ კაცს 4 ახალი სიცოცხლე იქნება ყოველდღიურად საბახტარაშვილის კლინიკაში რა გჭირ თქვენ 4 შვილი ყავთ კიდე გინდა რამე ხელოვნურ განაყოფიერებას აკეთებ ახლა რა შუაში არის შვილების კაცი ანუ ქმნის ბახხავს ადამიანებს მე კარგია და იმას
ხო, არა, მაგას ვამბობ ზუსტად რომ არ არის ჩემი თავიდან გამომდინარე სულ რატომ უნდა ვიყო ზოგადად კარგი ანუ ქმნის რაღაცის თქმა უნდა და ადამიანს. გრავს, ხებს, აკეთებს სკულპტურებს, ხატავს, რა ვიცი. კაი, მე მინდა რომ შევაჯამოთ იმას ვქნათ სხვადასხვა თემებზე რომ აღარ გადავიდეთ და ეს თემა ჩავხუროთ, რომ თან გამოვრთო მე კამერა და მე შეგვიძლია რომ მე რა ვიცი ისე. მე დავასწრებ ვერტისპალს. კი ბატონო. თუ იმეს ამეთ ხო? კი. ამ წიგნის კითხვა დავიწყე გუშინ ღამე. და დღეს ანუ ვაიმე, როგორ დაგტანჯე? არა, რატო დამტანჯე ეს? ნახევარი. შენ შეგიძლია დათას წიგნი იყიდო და დათას წიგნი წაი. დათა მე ჩუქნიდი და არაფერი ჩუქა უნდა ვიყიდო ეს წიგნიო და არა, მეც უნდა წიგნი უნდა იყიდო. აუცილებლად, კი. და ჩუქება. აგე იგდებს და რა მინდა რომ თქვა რა რომ აწი თანამედროვე ავტორი რომ მოვიკითხო და მარიკა მამალაძე დამხსეს მით უმეტეს იქ თუ სამოგზაურო იქნება ჩინეთი ამერიკა აუ მაგარი გამოვა რა აი ვიყიდი იმიტომ რომ მართლა ისეთი არ მიჯერებენ ხოლმე ისეთი ნიუანსებით დამანახა ორივე მხარე რომ ეგრე არ დამინახავს ხო ხლები თან ძალიან არაპოპულარული ასე ვთქვათ არამეინსტრიმული თვალით რა ეგ ძალიან ობიექტურია იქაც არ არის არა ხო მაგრამ ის არ არის რა ჰოლივუდის ვინ? დროსი პერიოდშია დუმბა. მე კი არ წამიკითხა, შენ წაგიკითხა? ისე რომ ზუსტად მაგ პუბლიცისტიკაა თუ რა? არა, წიგნია. და პირველად არც გამიგია. შენც გურა? ხო, მე არ გამიგია. ნახე, მოგზაურობა ევროპაში. ამერიკაშიო. ურამ ფანჯიკიძეს ხო? არა, დუმბაცეს. არა, საინტერესო. არ გამიგია. ის არაბია. მას უყურებთ და ნახევარგუნები თვალდახუჭული. აბაში არსებს ორი მახსოვრებო. ბავშვობაში მას. მოკლედ. ხო. მე დაველოდები მარიკას ახალ წიგნს. კი ბატონო, იმედია. ახალ წიგნს ალბათ. მართლა მთხრობელი, აი რაღაცა ისეთი ეგეთი განცდა მქონდა, რომ ეს ყველაფერი განცდილი აქვს ამ ადამიანს თავის გამოცდილებაში არის გატარებული და თვითონ სიტყვა იყო ძალიან ნაღდი, აი სიტყვა მოსდევსო რო იტყვიან რა, რაღაც ეგრე ლაკონურად და ისე. ბარემ აქვე გეტყვი რომ დათა არის რეჟისორი და შენი იმის რო ქვია ჯიმ შერისთვის რო რეკლამას რო უკვეთავ ხოლმე გარე-გარეთ აი ეს კაცი იღებს სერიოზულ იმებს ამბებს და გაგაცნო ვისკი შენი ქმარია? ვა, ეს არ ვიცოდი, ეხლა დავაკავშირე მოსებ. ოკეი. ძალიან კარგი რეკლამა იყო ის მომეწონეს ფოტოშოპს კარგი იყო. თუ არ ვიცი. დათა აქ ქონდა ჩვენება ხო დათას რამდენიმე ფილმი აქვს რა ვიცი ყველა კარგი ფილმია პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ნახოს მერე უკვე ციგნის თითქოს პანელაკაპული ანუ ციგნი არის და ციგნია დაწერილი ფილმი დევს YouTube-ზე. YouTube-ზე დევს. დიდი მადლობა, მოკლედ მე გამოვთ.